ჩვენ ვართ ერთად. ყველაფერი თავისით მოვა. შემდეგი სტუმრისთვის, ვიცი. მიხეილ სააკაშვილის სავარაუდოდ. მე მინდა ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ამ ხელსახვას დაუწერო, ნუ გეშინე. შენ გააყალბე არჩევნები, აყალბებ და შენ ხარ დამნაშავე. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მომავალია. არა გვაქვს უკან დავიდიოთ. მე თქვენ შემოგაკლავთ თავს. სანამ არ მომკლავთ, არ გავჭერდები. არა. ჩვენ რამდენჯერმე გადავდეთ ეს ღონისძიება, ბოლოს ეს მოხდა გუშინ, როდესაც მივიღეთ კიდევ ერთი თხოვნა რომ დაგვეცადა დღემდე, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი კოლეგები ჯერ აგრძელებენ შიდა კონსულტაციებს. ჩვენ დიდი სიძნელეების მიუხედავად გავდივართ არჩევნებზე ერთად და გავიმარჯვებთ ერთად. ჩვენ ახალმა მემარჯვენეებმა გადავწყვიტეთ ეროვნულ საბჭოსთან ერთად შევქმნათ ერთიანი ბლოკი და ერთიანი ძალისხმევით, ერთიანი ლაშქრით დავამარცხოთ ჩვენი მოწინააღმდეგე. ხარებას გილოცავთ საღამო მშვიდობისა ტიბის სტუდია და ანალიტიკური ჯგუფი პრაიმ ტაიმი წარმოგიდგენთ პოლიტიკურ თოქ-შოუს მთავარი თემებითა და მთავარი პოლიტიკური გმირებით. დღეიდან პრაიმ ტაიმი იწყებს წინა საარჩევნო პოლიტიკურ შოუს. ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტიის ერთგვარი პრეზენტაცია აქ ამ სტუდიაში შედგება. წამყვანი პარტიები, წამყვანი სახეები, მთავარი პოლიტიკური აქცენტები და დაპირებები, პარტიები თავთავიანთი საარჩევნო სიებითა და მაჟორიტარებით, საკუთარი მხარდამჭერებითა და სახეებით, საარჩევნო ლოზუნგებით, სლოგანებით და დროშებით, მთელი პარტიული ატრიბუტიკით და დამრტყმელი ძალით, ამომრჩევლისთვის მთავარი მესიჯებითა და მთავარი თემებით, ბრძოლის არჩეული წესებითა და პასუხებით, ყველაზე უხერხულ კითხვებზეც კი, რომელიც მათ მიმართ შეიძლება არსებობდეს. მწვავე კითხვები ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც არჩევნების წინ. დიდი წინასაარჩევნო შოუ, დიდი წინასაარჩევნო სამზადისის ფონზე. მოდით ერთად მოვუსმინოთ მათ. მოდით კარგად დავაკვირდეთ, რათა ავირჩიოთ ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მიცემულ ხმას მერე აღარ ვიდარდებთ და აღარ ვინანებთ, რომ ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა მათ გამარჯვებაში. ვინ არიან ისინი სინამდვილეში, რა უნდათ, რას გვპირდებიან და რამდენად რეალურია, რასაც გვპირდებიან. ეთერშია პრაიმ ტაიმი, თქვენი საუკეთესო დრო იმისათვის, რომ გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი 21 მაისს. დიდი პოლიტიკური რინგი უკვე გახსნილია და ხსნით ღია კარსად ჩვენ სტუდიაში. წამყვანი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებსაც აქვთ ამბიცია, ერქვათ ჩვენი რჩეულები და მართონ ჩვენი ქვეყანა. დავიწყოთ ინტერაქტივში, ვთავაზობთ ასეთ კითხვას, უკვე გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა მიიღოთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. ჩაერთეთ ინტერაქტივში და შემოუერთდით გადაცემას თქვენი ტექსტურის შეტყობინებით. მაშასე გამოსვლა პირველი ოპოზიციურ საბჭოს, რომელმაც ერთიანობის დემონსტრირება დღეს პარლამენტის წინ მოახდინა, დღეს დავით გამყრელიძე ახლებთან ერთად ოფიციალურად შეუერთდა. წარმოიდგენდით თუ არა გამყრელიძის გაერთიანება საბჭოში, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში უპირისპირდებოდა და რომლის წევრებმაც იმის ნიშნად, რომ ეჭვი შეჰქონდათ ახლების თანამშრომლობაში ხელისუფლებასთან, გამყრელიძეს კონსტრუქციული ოპოზიცია შეარქვეს. ამ შეფასების ავტორი არც მეტი არც ნაკლები ლევან გაჩეჩილაძე იყო. 5 იანვარს ოპონენტები და ძველი მეგობრები დღეს ისევ დამეგობდნენ. დღევანდელ გადაცემაში თქვენ იხილავთ მთელ საარჩევნო გაერთიანებას, მათ შორის ცალ-ცალკე რამდენიმე საინტერესო წყვილს, რომლებთან მიმართაც არც თუ ისე დიდი ხნის წირბილად რომ თქვათ, გარკვეული უხერხულობაც იყო და ცოტა უფრო რეალურად რომ შევაფასოთ დიდი დაპირისპირება. ერთად ამ ტრიბუნებთან დღეს დადგებიან ხელახლა დაძმობილებული ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე, ზვია ძიძიგური და გოგა ხაინდრავა, ეკა ბესელია და ფიქრია ჩიხაძე და ასე შემდეგ. დავიწყოთ საარჩევნო სიის პირველ-მეორე კანდიდატებით. ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე ისევ დაძმობილდნენ და აი დაძმობილებულებს წარმოგიდგენ სტუდიაში. საღამო მშვიდობისა მაშასე სიის პირველი ნომერი ლევან გაჩეჩილაძე. საღამო მშვიდობის ბატონო ლევან, დიდი მადლობა და სიის ნომერი მეორე დავით გამყრელიძე. რამდენადაც არის ჩემთვის ცნობილი, საინტერესო არის დარბაზის კადრის ერთხვა ნახვა.
ჩემთვის არის ცნობილი დავით გამყრელიძე იქნება საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში და ვიდრე დავიწყებ მე თქვენთან საუბარს, მოდით განვაგრძოთ ის ტრადიცია, რომელიც ჩვენ მქონდა ჩვენს გადაცემას საპრეზიდენტო არჩევნებისას. ანალიტიკურმა ჯგუფმა პრაიმ ტაიმმა ჩაატარა გამოკითხვა ყველაზე საინტერესო შეკითხვებით თქვენთვის, თქვენი პოლიტიკური გაერთიანებისთვის. თამუნა გორთამაშვილი წარმოგვიდგეს ამ 10 საინტერესო შეკითხვას. გისმენთ? მოგესალმებით ბატონებო, მოგესალმები ინგა, როგორც კი აღნიშნე, პრაიმ ტაიმმა საპარლამენტო არჩევნების წინ უკვე დაიწყო სოციოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. ამ რჩეველი სვამს კითხვებს და ელოდება თქვენგან პასუხს. მას ასე დავიწყოთ 10 კითხვა გაერთიანებულ ოპოზიციას. თვლით თუ არა, რომ 5 იანვრის არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციაზე გამოსული ხალხის დაშლა იყო შეცდომა? რას უპასუხებთ ოპონენტებს? რატომ ვერ შეინარჩუნეთ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი? რა იყო შიმშილობის მიზანი? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ შიმშილობამ საზოგადოებას თქვენს მიმართ ერთგვარი ნიჰილიზმი გაუჩინა? საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძეს ოპონენტები ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდნენ. რატომ ისმის თქვენი მოძრაობის ირგვლივ მუდმივად ბრალდება პოლიტიკური მოსყიდვის შესახებ? საერთო სახალხო მოძრაობას ნოემბრის მოვლენების შემდეგ ხშირად აკრიტიკებდნენ არათანმიმდევრულობასა და შეუთანხმებლობაში. ამას დაემატა მოძრაობიდან რესპუბლიკელების გასვლა. რამდენად მყარია ეს ერთობა, რომელსაც დღეს ვხედავთ. ხშირად თქვენი და თქვენი ყოფილი პარტნიორების რესპუბლიკელების ინტერესები ერთმანეთს კვეთს. უკვე გარკვეულია, რომ ვაკის რაიონში ლევან ბერძენიშვილს დავით გამყრელიძე უპირისპირდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ვაკეში მთავარი ბრძოლა სწორედ ოპოზიციის ამ ორ კანდიდატს და არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაიმართება? წინასაარჩევნო კამპანიისას საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე კონკურენტ დავით გამყრელიძეს კონსტრუქციულ ოპოზიციონერს უწოდებდა, რაც ირიბად გამყრელიძის ხელისუფლებასთან კავშირზე მიუთითებდა. დღეს გამყრელიძე და გაჩეჩილაძე ერთ სიაში არიან. შეფასება შეიცვალა. ოპონენტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ერთიან სიაში გამყრელიძე შეიცვალა. საინტერესოა. ამაზე უნდა გავცეთ შემდეგ პასუხი, რამ შეცვალა გამყრელიძე. ნუ ერთი შიმშილობა გახდა იმისთვის საჭირო, რომ კონსტრუქციული აღარ ყოფილიყავით. ხელისუფლების ქმედება, სააკაშვილის და ბურჯანაძის ქმედება გახდა საკმარისი. ეს იყო უკანასკნელი გზავნილი მათი მხრიდან, რომ ისინი ისევე აპირებენ საპარლამენტო არჩევნების გაღალბებას, როგორც ეს 5 იანვარს მოხდა. პრაქტიკულად 5 იანვარს მე დავასრულე კონსტრუქციული ურთიერთობა ხელისუფლებასთან, შევერთდი ლევანს, დაუჭირე მხარი მეორე ტურს და ვთქვი, რომ სააკაშვილმა გააყალბა არჩევნები. სააკაშვილმა საკუთარ ხალხს მოპარა არჩევანის უფლება, ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი და მე ჩემს მეგობრებთან ერთად დღეიდან უკვე ოფიციალურად ვიწყებ ბრძოლას იმისთვის, რომ მეორე ტურში დავამარცხოთ სააკაშვილი და გავანთავისუფლოთ საქართველო ამ დიდი მადლობა. მე ახლა დავიწყოთ ერთად მოგვიანებით შეკითხვას, რატომ დასჭირდა თქვა დავით გამყრელიძეს ამდენი ხანი 5 იანვრის შემდეგ ამდენი თვე და მაინც და მაინც ეხლა რატომ მიხვდა ამას, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით თამუნა მანამდე დაასრულებს შეკითხვას. ერთი შეკითხვა თქვენი მისამართით. ოპონენტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ერთიან სიაში შესვლის თაობაზე დავით გამყრელიძეს პარლამენტს მიღმა დარჩენის შიშმა მიაღებინა. რას უპასუხებთ? თქვენი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი კობა დავითაშვილი საპარლამენტო სიებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გაეხვა სკანდალში, როცა რესტორანში განვითარებული მოვლენების ვიდეო ჩანაწერი გამოქვეყნდა. მაშინ დავითაშვილმა ზვიად ძიძიგურის კონსერვატიული პარტია დატოვა და ცალკე პარტია შექმნა. დღეს ისინი ერთ სიაში მოხვდნენ. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა მოძრაობისთვის უარყოფითი გავლენა იქონიოს დღესაც, იმ შემთხვევაში თუ ოპონენტები ამ ფაქტს გაიხსენებენ. რას ნიშნავდა ცნობილი რუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკის განცხადებები თქვენი მოძრაობის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შესახებ? რა კავშირი გაქვთ ბორის ბერეზოვსკისთან? საერთო სახალხო მოძრაობის შექმნის დღიდან ისმის სხვადასხვა დამფინანსებლის ვინაობა. ვინ არის თქვენი საარჩევნო ბლოკის დამფინანსებელი და რა ფულით მოდიხართ დღეს? დიდი მადლობა შეკითხვა. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ამ მხოლოდ შეკითხვაზე ცხადია, მხოლოდ დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე არ გაგვცემენ პასუხებს. ეს იქნება მთელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, მთელი საარჩევნო სია პრაქტიკულად იქნება წარმოდგენილი ამ გადაცემაში და აქვე მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა დღევანდელმა სტუმრებმა მოიტანეს სპეციალური ბანერი საქართველოს უპირველეს ყოვლისა გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც ისინი დღეს ამ სტუდიაში მოახდენენ ერთიანობის დემონსტრირებას, ხო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. მას ასე დავიწყოთ, ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე ისევ დაძმობილდნენ. დავით გამყრელიძემ თქვა რატომაც, თქვენ რა სიტყვით ბატონო ლევან, იყო ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ მოგივიდათ იმდენად სერიოზული ჯგუფი თავის დროზე ვარდების რევოლუციის წინ, თქვენ გინდოდათ რევოლუციაში მონაწილეობა, ბატონ დავითს არა, რომ თითქოს საქმე ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც კი მივიდა. ამის შემდეგ თქვენ და უცნობმა დატოვეთ ბატონ დავითის ოფისი და აღარასოდეს აღარ შემოვალთ. დაიდო ასეთი ფიცი. დღეს ისევ იქ იყავით. რა ხდება? მთელ საქართველოს ხარების დღეს ულოცავ უპირველეს ყოვლისა.
და ჩვენის მხრიდან ვახარებთ, რომ ოპოზიცია ერთიანია და ერთიანია. კიდევ აი ეს ხდება ის, რომ სააკაშვილმა უნდა დაამთავროს თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ხდება ის, რომ ამ ქვეყანაში უნდა დაამთავრდეს პოლიციური ძალადობა. უნდა დაამთავრდეს მედია ტერორი რუსთავი 2-ის და მზის მიერ. უნდა დაამთავრდეს პოლიციური ტერორი მერაბიშვილის და სააკაშვილის მიერ. უნდა დაამთავრდეს ადამიანების უფლებების ტერორი. უნდა დაამთავრდეს უკვე საარჩევნო ტერორი, არჩევნების გაყალბების. ვინმე თუ გააშუქა სოზარ სუბარის ანალიზი არჩევნებთან დაკავშირებით. 11 ვიდეო თვალი იყო შესწავლილი და დაახლოებით 20,000 ხმამდე 11 ვიდეო თვალში იყო უკვე გაყალბებული. 300 კაცი მისული და 1800 დაფიქსირებული. ჩვენ ვიმყოფებით სერიოზულ ტერორისტების მიერ მართულ ქვეყანაში, ჩვენ აღარ გვყავს ქართული სახელმწიფო, არის მიზანმიმართული ქართული სახელმწიფოს ნგრევა და ყველამ აბსოლუტურად ლევან გაჩეჩილაძემ, დავით გამყელიძემ, ყველა თაობის ადამიანმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი ხელისუფლება მოაშოროს ამ ქვეყანას და ამ პოლიტიკას. დავით გამყელიძეს უნდა დაუსვა შეკითხვა, თავარი მიზეზი. თქვენ წეგა რაზეც ისაუბრეთ იმ თემის გაგრძელება, დასჭირდა დათო გამყელიძეს 5 იანვრიდან დღემდე, ანუ შიმშილობამდე ეს დრო, იმისათვის რომ მიხვედრილიყო, რომ იგი აღარ შეიძლებოდა დარჩენილიყო კონსტრუქციულ ოპოზიციად. პრინციპში თავის დროზე ბატონმა დათომ ამ სტუდიაში არც უარყო, მან თქვა, რომ მისთვის ძალიანაც მისაღები იყო ბრალდება კონსტრუქციული ოპოზიცია, თუმცა ლევან გაჩეჩილაძე გულისხმობდა თქვენს გარიგებას სააკაშვილთან. რას გულისხმობდა ალბათ ლევანი უკვე თითქოს ინგა პირველ რიგში მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ეხლა არ დავძმობილებულად ჩვენ ბავშვობიდან ერთად ვიზდებით მეგობრობთ და ეს მეგობრობა არც ერთ წუთით არ შეწყვეტილა ეს ბევრს უნდოდა ჩვენს მოწინააღმდეგეს მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ორივე კანდიდატი ვიყავით ჩვენს ოჯახებს ჩვენს შვილებს არც ერთ წუთით და მე და ლევანს პირველ რიგში არ შეგვიწყვეტია მეგობრობა და ურთიერთობა ასე რომ აქ ახალი არაფერი ახალი იმაშია რომ ჩვენ დღეს მე როგორც ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე დღეს ვდგავარ ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად რომელიც იყო ეროვნული საბჭოს ერთიანი კანდიდატი და მე 5 იანვარს არავითარი დრო არ დამჭირვებია მეორე დღესვე გამოვაცხადე და შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს ჩავატარე პრესკონფერენცია სადაც ვთქვი მე მიულოცე ლევან გაჩეჩილაძეს მეორე ტურში გასვლა და ვთქვი რომ ეს არჩევნები გაყალბდა და ერთადერთი შანსი ხელისუფლებას აქვს ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად რომ დანიშნოს მეორე ტური წავიდეს მეორე ტურზე როცა უარი ითქვა მეორე ტურზე 13 იანვარს მე შეგახსენებთ მე ლევანთან კოლბასთან ზვიათთან ყველა ბატონ კონსტანტინესთან და ყველასთან ერთად ვიდექი იქ იმ მიტინგზე და იმის მერე პრაქტიკულად ჩვენ ერთად მოვდივართ ჩვენი ქმედება იყო კოორდინირებული და მე იქ წერტილი დაუსვი ჩემ კონსტრუქციულ პოლიტიკურ მოღვაწეობას წერტილი დაუსვით კონსტრუქციულ ოპოზიციურ მოღვაწეობას ანუ რას აპირებთ და შემდეგ ლევან გაჩეჩილაძესთან კვლავ შევიდეთ დაუსვი წერტილი იმას რომ დიალოგს რაიმე პერსპექტივა აქვს დაუსვი წერტილი იმას რომ რაიმე პასუხისმგებლობა გააჩნია ხელისუფლებას თავისი ქვეყნის და თავისი ხალხის წინაშე მე არ ვსაუბრობ ოპოზიციის წინაშე მე ამოვწურე უკანასკნელი იმედი რომ შეიძლება მართლაც ამ ხელისუფლებამ გაითავისა ის დაშვებული შეცდომები და დაადგა გამოსწორების გზას. რაც შეეხება იმ კითხვებში იყო ესეთი ერთი პოზიცია დაუშვა თუ არა შეცდომა ოპოზიციამ როცა იგივე 13 იანვარს იგივე 20 იანვარს უამრავი ხალხი მოსული იქ იმისთვის რომ მართლა წერტილი დაესვა ამ ხელისუფლებისთვის სახლში გააბრუნა. ოპოზიციამ გამოიჩინა მაშინ საოცარი პასუხისმგებლობა. საოცარი პასუხისმგებლობა თავისი ხალხის და ქვეყნის წინაშე, მისი მომავლის წინაშე, განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელმაც როდესაც გაინაღდა თითქოს და თავისი მდგომარეობა, იმ წუთშივე დაივიწყა თავისი დაპირება იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა აბსოლუტურად თავისუფალი, სამართლიანი, რომ საარჩევნო კოდექსი, ადმინისტრაცია, ყველაფერი იქნებოდა ისე, რომელიც გარანტიას მიცემდა თელ ქართულ ხალხს რომ იქნებოდა თავისუფალი არჩევნები, აღმოჩნდა კიდევ ერთი სიცრუე, ისეთი, რომელიც ძალიან ჩვეული იყო მთელი ამ 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ყველანი უნდა ვაღიაროთ, რომ აღმოჩნდით უფრო მეტად მიამიტები, უფრო მეტად ასე ვთქვათ, მიმდობები და ვენდები. ეს კარგად მეტყველებს პოლიტიკოსზე თუ ცუდად, როდესაც იგი ამბობს, რომ მე ვფიქრობ, რომ მე აღმოჩნდი მიამიტი. ჩვენ ყველამ პირველ რიგში ლევან გაჩეჩილაძე, ეროვნულმა საბჭომ მაშინ გამოიჩინა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ საოცარი პასუხისმგებლობა. მაგრამ ხელისუფლებამ ამაზე უპასუხა იმ აგრესიით, იმ თავხედობით, იმ კონსტიტუციის კიდევ ერთხელ ფეხბურთში გათელით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. როდესაც მათ მოირგეს საკუთარ მოარგეს საკუთარ ინტერესებს მთელი საარჩევნო სისტემა, იმიტომ რომ დაინახეს, რომ ქართველი ხალხის მიერ ისინი არიან განწირულნი.
მათთვის თანამდებობის დაკარგვა, ინგა, ეს არის ტოლფასი იმისა, რომ ისინი განსაჯელის სკამზე აღმოჩნდებიან, იმიტომ რომ მათ უზარმაზარი კრიმინალური ისტორია განვლეს მთელი ამ წლების განმავლობაში. სისხლიანი მკვლელობები, სანდრო გირგვლიანი, რობაქიძე, ზურაბ ბაღაძაშვილი, ჩვენ ამას არ დავივიწყებთ, არ დაუვიწყებთ არც სააკაშვილს, არც ვანო მერაბიშვილს. ქართველი ხალხი არ დაუვიწყებს. ის უამრავი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში თქვილა უბრალოდ იყო დაპატიმრებული, თქვილა უბრალოდ იყო დარეკეტებული და უამრავი მესაკუთრე მფლობელი აღმოჩნდა უბრალოდ ყოველგვარი შემოსავლის, ყოველგვარი ქონების გარეშე. შეუძლებელია უკვე ამის დობა და ქართველი ხალხი ამ განაჩენს საბოლოოდ 21 მაისს გამოიტანს. კარგი, დაველოდოთ 21 მაისს, 21 მაისამდე მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს ვის აძლევს ხმას და ჩვენი ინტერაქტივის დღევანდელი შეკითხვა არის, მიდის თუ არა ჩვენი მაყურებელი არჩევნებზე. ამ წუთისთვის 80.8 ჩვენი მაყურებლის პროცენტი ამბობს, რომ იგი მიდის არჩევნებზე. ლევან გაჩეჩილაძეს მინდა დაუსვა ერთი ასეთი კითხვა. ლევან გაჩეჩილაძე, როდესაც იყო თქვენი ოპონენტი ბატონო დავით, ამ კონკურენტი უпростоრედ ამ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე სააკაშვილის მოიგო თბილისი, მაგრამ სამგორი იყო ის უბანი, სადაც მოიგო მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები მონაცემების მიხედვით ეს ასია. მე კითხვა მინდა დაგისვათ, ვაკე გასაგებია ოპოზიციამ მოიგო სამგორი. ყველამ ერთად ჩვენ ოფიციალურ მონაცემებს ვეყნობი, ნება დავიტოვეთ, მე ვარ ჟურნალისტი და უბრალოდ გამომდინარე აქედან დაგისვათ ეს. თუნდაც თქვენ ამბობთ მოიგო ოპოზიცია, მაგრამ ფაქტია რომ ყველგან დაფიქსირდა თითქმის ოპოზიციის გამარჯვება, ეს იყო სამგორი, სადაც დაფიქსირდა ხელისუფლების. ლევან გაჩეჩილაძისგან ვაკე გასაგებია, თუ მეტყვის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე სამგორში რამდენი ამომრჩეველი ყავს? მე მაინტერესებს ასეთი შეკითხვა. დაახლოებით 120.000-ზე მეტი, რა მნიშვნელობა აქვს? არა, მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც მაჟორიტარობას ლევან გაჩეჩილაძე აპირებს სამგორში, ვაკეში აპირებს დავით იცით რა, ქალბატონო ინგა, ვერც ერთი ვერ გეტყვის, რამდენი ამომრჩეველი ყავს დღეს მთელ საქართველოს, იმიტომ რომ დაწყებული სიიდან გამთავრებული ბუკლეტებამდე, ესე ბიულეტენებამდე ყველაფერი გაყალბებულია ამ ქვეყანაში. ყველაფერი გაყალბებულია ამ ქვეყანაში. და ძალიან ვთქვათ, უბრალოდ მე მინდა ერთი რამე გითხრათ, რომ კი კარგია, რომ არის არჩევნებში მოსვლის სურვილი, ძალიან დიდი მადლობა. გაიზარდა 81.9%. ძალიან დიდი მადლობა ესეთი სურვილისთვის, რა თქმა უნდა, ღმერთმა მოგვანიჭა ჩვენ კიდევ და ჩვენმა ბრძოლამ, რა თქმა უნდა, 7 ნოემბრის ბრძოლა მოგვანიჭა ჩვენ გაზაფხულზე ეს არჩევნები, ფათაშორის მინდა გითხრათ და ჩვენმა დარბევამ და მართლაც სისხლიანმა ნოემბერმა მოგვანიჭა ჩვენ ეს არჩევნები და პლებისციტს არ მოუნიჭებია, როგორც მიხეილ სააკაშვილს უყვარს ხოლმე ამის თქმა. არა, ჩვენ მოგვანიჭა და ჩვენ ამ შანსს გამოვიყენებთ. იმისთვის გამოვიყენებთ, რომ ჩვენ ქვეყანასთან, ჩვენ ხალხთან, ჩვენ მართლმადიდებულ დედა ეკლესიასთან ვიყოთ მართლები, რომ გავაგდოთ გასტუკებით გამოვიყვანოთ ეს ხალხი კაბინეტები. აი მაგიტომ. გამოვიყვანოთ პირდაპირ მნიშვნელობით თუ გადატანებით. როგორი კი ბატონო, ეგ ოთახები მაგათი არ არის. ეგ არის ხალხის ოთახი, მაგათმა მოიპარეს არჩევნები, გააყაბეს, უზურპაცია გაუკეთეს ხელისუფლებას, პოლიციური, ძალადობრივი მეთოდებით და მედია ტერორის მეთოდით. რა ხდება? ერთი წუთი. რა რეაქცია აქვს ხოლმე ამ დროს, როდესაც ესმის თავისი უკვე კოლეგებისგან ძალიან მალე ჩვენი ბლოკი უნდა დავასრულოთ, ჩვენ ძალიან ბევრი სტუმარი ყავს. როდესაც ვთქვათ ესმის ლევან გაჩეჩილაძისგან გალსტუკებით უნდა გამოვათრიოთ კაბინეტებიდან. აჯანყება და დათო გამყეჯით დამოკიდებულება მაქინეთ ბატონო. იმიტომ რომ არ მომთავრებიებთ და მინდა ეხა CSKO-ს თავმჯდომარე დიდი გასტუკი რო გაუკეთებია და იქროზის, იქ უნდა იჯდეს. ეგ უნდა იყოს ციხეში. ციხეში უნდა იჯდეს. ციხეში. გაინტერესებს ჩემი აზრი და მე მეკითხები. მოდის მოუხდი მაყურებლებს დღეს რომ ესეთი აგრესიული ვარ, უბრალოდ ყველა ძალიან დავიღალეთ, ჩვენ თვენახევარი ძალიან სერიოზული პერიოდი გავიარეთ. მინდა ვთქვა და კიდევ ერთხელ მოულოცო მთელ საქართველოს. უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის პარტიებმა დააფიქსირეს ერთობა. ეს არის 9 პარტია, ჯერ კიდევ ბატონის ზვიად გამსახურდიას გვალმა გიდაშიც უარ ყოფილა. უახლოეს ისტორიაში ეს არის საქართველოში ხალხის გამარჯვება, როდესაც 9 პარტია დადგა ერთად და ერთი მცირედი წილი მეც მიმიძღვის, დათოსაც მიუძღვის, ყველას მიუძღვის, ჩვენი ბრძოლისთვის, ჩვენი მოთმინებისთვის, მაგრამ ყველაზე მთავარი დამსახურება ეს არის ქართველი ხალხის, მისი უდიდებულესობა, ქართველი ხალხის, იმიტომ რომ საქართველო დღეს არის სერიოზულ განსაცდელში და უკან არის დასაბრუნებელი. დიდი მადლობა. მე აქვე ვიტყვი საარჩევნო
სამარჯვენო სიის პირველი რამოდენიმე პოლიტიკოსის ჩამოთვლა შეიძლება ჩვენი სტუმრები ჯერ ესე კონკრეტულად არ საუბრობენ. რამდენადაც ვიცი ეს არის ლევან გაჩეჩილაძე, მეორე არის დავით გამყეძე, მესამე კონსტანტინე გამსახურდია, მეოთხე ზვია ძიძიგური, მეხუთე კობა დავითაშვილი, მეექვსე ეკა ბესელია, ასე შემდეგ. მე მინდა ბოლო კითხვა ამ ბლოკში დაგისვა თქვენ და შემდეგი სტუმრები მოვიწვიო უკვე რამდენიმე წამში. ბატონო დავით, დასმული იყო კითხვა ფინანსებზე. თავის დროზე, როცა თქვენ და ლევან გაჩეჩილაძე მოქალაქეთა კავშირმა როგორც ახალი სახეები, წარმატებული ბიზნეს სახეები და პოლიტიკური სახეები წარგადგინათ, მაშინაც იყო ნათქვამი, რომ აი ოლიგარქების თემა, გემახსოვრებათ მიხეილ სააკაშვილსა და თქვენ შორის პირველი დაპირისპირების თემა და მაშინაც ფინანსებზე იყო თქვენი პოლიტიკური კარიერის საკითხი მიბმული. დღესაც კულუარებში ამბობენ, რომ ახლები მიდიან ამ ბლოკში თავისი მილიონებით. საუბარი არის თითქოს საბჭოში მიდიხართ 3 მილიონით. რა სიტყვით? რა ფინანსებით მიდიხართ? და აქვე კითხვებიდან გამომდინარე, ბერეზოვსკიო ახსენეს შეკითხვაში, მის ცნობილ ინტერვიუში იყო ჩამონათვალი გარკვეული პოლიტიკოსების გვარებისა, ერთს უკვე ვხედავ კულუარებიდან მიყურებს გოგა ხაინდრავა, თქვენ დავით გამყეიძე და ლევან გაჩეჩილაძე. აი ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა თქვენთან მიპასუხეთ. პირველ რიგში, როგორც შტაბის თავმჯდომარემ, ხო, ცხადია, რა თქმა უნდა. და განვაცხადო, რომ ნამდვილად არ არის ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი ლევანი სადიყრის კენჭ, ლევანი არის პირველი ნომერი ამ სიისა, ლევანი არის ბლოკის თავმჯდომარე, შესაბამისად ამაზე ბლოკმა უნდა იმსჯელოს, საერთოდ იქნება თუ არა მაჟორიტარი, იმიტომ რომ ის მთელ საქართველოში წარმოადგენს ბლოკს. რაც შეეხება იმას, რა რეაქცია მაქვს, ეს კითხვა დასვით და თქვენ თვითონ გამოტოვეთ. კი, ძალიან საინტერესოა. რა რეაქცია მაქვს, მე მინდა გითხრათ, რომ თუ 21 მაისს არჩევნები გაყალბდა, ქართულ ხალხს მართლაც აქვს აჯანყების უფლება. ჩვენ არცეც აღარ აგვაქვს იმის უფლება, რომ უბრალოდ ქუდი დავიხუროთ და გავიდეთ, დაუთმოთ ეს ხელისუფლება სააკაშვილს იმისთვის, რომ ერთპარტიული დიქტატურა დაამყაროს საქართველოში. მე არ მემეტება ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი ასეთი მომავლისთვის, არ მემეტება ეს ახალგაზრდები, რომლებიც აქ არიან, ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ ქართულ ხალხთან ერთად იმისთვის, რომ ყოველგვარი იარაღის ძალადობის გარეშე მშვიდობიანი მეთოდით, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, დასრულდეს ეს რეჟიმი და გაიმარჯვოს სამართლიანობა. რაც შეეხება ფინანსებს და ბერეზოვსკის, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ვიცნობ ბატონ ბორის ბერეზოვსკის, არ არის დასამალი ჩემი მეგობრობა ბატონ ბადრი პატარკაციშვილთან და შესაბამისად მათი ახლობლობიდან გამომდინარე მე რამოდენიმეჯერ მომეცა საშუალება გავცნობოდი, გავსაუბრებოდი ამ ძალიან გონიერ ჭკვიან ადამიანს, თუმცა ძალიან მიკვირს ამ ხელისუფლების ესეთი აგრესია. ბერეზოვსკი არის ნომერ პირველი მტელი რუსეთისა და თუ ხელისუფლება თვლის, რომ რუსეთია დღეს ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს, რატო ეშინია ბერეზოვსკის არ ვიცი. რაც შეეხება ფინანსებს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი ფინანსური გარიგება და არავითარი შეთანხმება და არავითარი ფინანსური დახმარება ჩვენ ბერეზოვსკისგან არ გვაქვს და არ ველოდებით. არც ოფიციალურად, არც არაოფიციალურად, ხოლო ფული საიდან გვექნება, მე იმედი მაქვს, რომ ეს ერთობა ადამიანები, რომლებიც ყოველთვის იცავდნენ მესაკუთრეებს, მესაკუთრეთა უფლებებს, ბიზნეს ინტერესებს, არა ისეთი ბიზნესმენების, რომლებიც დღეს სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმის სახეებად იქცენ და ნიღბებად იქცენ, არამედ იმ რეალური მეწარმეების, რომლებსაც ნამდვილად უნდათ თავისუფალი საქართველო, ჩვენ ნამდვილად გვექნება იმის საშუალება და ფინანსები, რომ ამ არჩევნებში ნორმალური საარჩევნო კამპანია გავმართოთ. დიდი მადლობა ბატონო დავით და დაასრულებს ლევან გაჩეჩილაძე. არაფერი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის მცდელობა კიდევ ერთი მტრისხათის შექმნან ამ ქვეყნისთვის, როგორც თავის დროზე ბადლი შექმნეს და გული გაუხეთქეს, ახლა ხო, მაგრამ თქვენ ემიჯნებოდით პატარკაციშვილს აქ ამ სტუდიაში, არა მარტო თქვენ, ბევრი პოლიტიკოსი. მე მახსოვს ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ძალიან სერიოზული სატელევიზიო თავდასხმა მოაწყო ჩემზე, რატომ აკავშირებ ჩვენს თემას პატარკაშვილის თემასთან. დამამთავრებინეთ ძალიან თქო. ყველა მე ხო იცით, ყველაფერზე გულწრფელად გიპასუხებთ რა. ეხლა არის რუსთავიორის და მზის ვანო მერაბიშვილის ოთახში დაწერილი სცენარის მიხედვით. ძალიან თქო. ყველას უსმენენ, თქვენს გისმენენ, მეც მისმენენ, ბერეზოვსკისაც უსმენენ, იმას რა, ჩემ შვილებს უსმენენ, ჩემ ძღოლს უსმენენ, წოts უსმენენ, თელ ამ ქვეყანას უსმენენ. ყველა ტელეფონს უსმენენ. და წაიგეთ მაგათი დეკლარაცია ვანო მერაბიშვილის ქონება ქონია 60,000 ლარის. ეს უსინდისობაა და ლაპარაკობენ ბერეზოვსკიზე. ეს არის უდიდესი უსინდისობა. დიდი მადლობა. ქართულ სახელმწიფოს ანგრევენ ამ მოსმენობით და ბოდიში და მეძავობით. დიდი ბორკილი აქვს ამ ქვეყანას გაკეთებული და ჩვენის ხალხი ვიქნებით, ვით მოვარგებთ გასაღებს და მოვხსნით ამ ბორკილს ამ ქვეყანას. ვანონიშვილ მერაბიშვილის ბორკილები. ეს იყო ლევან გაჩეჩილაძის და დავით გამყეიძის დუეტი. მე როგორც უკვე გითხარით, თითოეული ჩვენი სტუმარი დღეს აი აქ ამ ბანერზე მოაწერს ხელს და ეს იქნება ერთიანობის დემონსტრირება. გთხოვთ, ბატონო ლევან, სიის პირველი ნომერიაო და
მოაწედეთ ხელი. მე მინდა რომ ცოტა სწრაფად. გაცხარებისთვის ტელემაყურებელს ძალიან დიდი ბოდიში მოვხადო. არა, მე მინდოდა დღეს წყნარად გამოსულიყავი და მინდა თქვენ გთხოვოთ რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას რომ აი აქ სადაც ერთადერთი საშუალება მეძლევა, სხვაგან არ მეძლევა ტელევიზიაში მისთვის საშუალება, პირდაპირ ეთერში დაუძახო ყველა ჟურნალისტს, რომელიც ჩემზე და ჩემს მეგობრებზე პასუხებს ავწელებს. ყველა ოპონენტს, რომელიც ჩემზე და ჩემს მეგობრებზე პასუხებს პირველ რიგში, ნინო ბურჯანაძეს და მიხეილ სააკაშვილს. თუ ბოდიში და მათ აქვს სინდისი და ნამუსი, მოვიდნენ, დამიждდნენ და პირდაპირ ეთერში მელაპარაკონ და მე მელაპარაკონ ბერეზოვსკიზე, ვის რამდენი ფული აქვს, ვის რამდენი ბრილიანტი და ქონება. ძალიან დიდი მადლობა. ერთობის, ერთიანობის. Așa Levan Gacechiladze, cis პირველი ნომერი, დიდი მადლობა ბატონო ლევან და ბატონო ინდათო, შტაბის ხელმძღვანელი cis ნომერი მეორე. მე დიდი სიამოვნებით უერთდები და აქ დავსვამ ჩემს ხელმოწერას იმის ნიშნად, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში ერთობა და ეს ერთობა აუცილებლად გაიმარჯვებს და დაასრულებს იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც დაამყარა მიხეილ სააკაშვილი. დიდი მადლობა, ეს იყო დავით გახტაიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი. ისინი დარჩებიან ჩვენთან ერთად დარბაზში. ძალიან დიდი მადლობა, მე წარმატებებს გისურვებ. რამდენიმე წუთში, უпростоრეთ მას შემდეგ, რაც ნახავთ ძალიან პატარა არქივიდან ამონარი, ძალიან პატარა ფრაგმენტს, არც თუ ისე შორეული წარსულიდან ჩვენი ქვეყნის ისტორიის და რამდენიმე წუთში აქ ამ ტრიბუნასთან მე მოვიწევ ზვია ძიძიგურს და გოგა ხაინდრავას ერთად. ეს ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში თბილისის შუაგულში, როდესაც დაამხეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება. როგორ გრძნობენ დღეს თავს ერთ საბჭოში ყოფილი მომხრეები ზვიად გამსახურდიასი და ისინი, ვინც მას ებრძოდნენ, ზვია ძიძიგურს და გოგა ხაინდრავას, მე მივესალმები ბატონო ზვია. თქვენი რეაქცია როგორი იყო ეხლა ამ კადრებს რო შეხედეთ? ბატონო გოგა საღამომშვიდობის, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. როდესაც ამ კადრებს უყურებთ ხოლმე და მეორე დღეს მიდიხართ და აცხადებთ, რომ მე და გოგა ვართ ერთიანებიო და ჩვენ გვაქვსო საერთო აზრები, საერთო მისწრაფებები. მე როგორც ერთმა მაყურებელმა რატომ უნდა დაგიჯეროთ? მითხარით. ძიმე კადრებია ძალიან და ესეთი უბედური დღეები ქონდა ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ ავაშენოთ ქვეყანა, ფეხზე დავაყენოთ და ეს დღეები, ეს ყველაფერი უნდა ჩაბარდეს ამ ქვეყნის ისტორიას. რაც შეეხება ერთმანეთთან დაპირისპირებულ ადამიანებს და ბანაკებს. მე ვარ მოხარული და ვარ ბედნიერი, რომ ეს დაპირისპირება არის შეწყვეტილი, ეს დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში არის გადაზრდილი თანამებრძოლობაში, მეგობრობაში, ერთი საქმის კეთებაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ქვეყანა გადასარჩენი. დღეს ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. იმ დღეებმა, რაც ჩვენ აქ ვნახეთ, ძალიან ბევრი რამ გვასწავლა და უნდა გითხრათ, რომ აი იმ დღეებმა განაპირობა ის, რომ საქართველოში კიდევ ბევრჯერ იყო იმის შესაძლებლობა სისხლი დაღვრილიყო და არ დაიღვარა და სხვათა შორის 5 იანვრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, ეს იყო იმ წარე გაკვეთილიდან გამომდინარე, რომელიც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ და მთლიანად საქართველოს მიიღო და ყველაზე კარგად მე და გოგამ ვიცით რა არის ეს უბედურება, ამიტომ ჩემი და გოგასნაირი ხალხია სწორედ გარანტი იმისი, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფოს განვითარება მოხდება და არ განმეორდება ის, რაც უკვე ერთხელ იყო. დიდი მადლობა, რა სიტყვის გოგა ხაინდრავა. რამდენიმე წუთში ჩვენი სტუმარი ასევე იქნება ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, მე მასაც დაუსვავ იგივე კითხვას. ეხლა კი თქვენგან ველი ბატონო გოგა პასუხს. მე როგორც მოვისმინე ბატონი დათო და ბატონი ლევანი ამბობდნენ, რომ ჩვენი მთავარი მესიჯი ეს არის ჩვენი ერთობა, ჩვენი ერთიანობა. დღეს როდესაც კონსტანტინე გამსახურდია, გოგა ხაინდრავა, ზვია ძიძიგური დგანან ერთად, სხვა შორის ამბობენ, რომ ბევრი ეგრეთ წოდებული ზვიადისტი, მე ამ ტერმინს ვიხმარ, არ მიწყინოს არავინ, ზვიად გამსახურდიას მომხრე, ძალიან ბევრი შესაძლებელია დაკარგოთ
უბრალოდ როგორც ამომრჩეველიო ზვიად ძიძიგურის მისამართით ვიძახი, იმის გამო რომ იგი დგას, ისინი დგანან გოგა ხაინდრავასთან ერთად. ბატონო გოგა, როგორი არის თქვენი პასუხი ამაზე? ალბათ დამეთანხმებით რომ ასეთი ვერსია მოსაზრებები არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნის ის რომ ჩვენ ქვეყანას მომავალი გააჩნია და ჩვენ შვილებს მომავალი გააჩნია არის ზუსტად ის რომ კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად ძიძიგური და გოგა ხაინდრავა ერთად დგანან. ამაზე დიდი ბედნიერება. მე ვფიქრობ, ყველა ჩვენთაგანის გულში არის. მე არაერთხელ მithქვამს, რომ ყველაზე დიდი უბედურება და ყველაზე დიდი სირცხვილი, რაც ქვეყანა შეიძლება თავს დაატყვეს, ეს არის სამოქალაქო ომი. ამაზე დიდი უბედურება და ტკივილი არ შეიძლება რო იყოს და ყველა ჩვენთაგანმა ალბათ ზვიადმა სწორი თქვა, იქიდან სათანადო დასკვნები გამოვიტანეთ და იმიტომ ვდგევართ ერთმანეთის გვერდზე და ეს არის ყველაზე დიდი გარანტია. და მე სრული პასუხისგებლობით მინდა განმოვაცხადო, რომ საქართველოში ძალადობა აღარასოდეს არ იქნება, სანამ ზვიად ძიძიგური, კონსტანტინე გამსახურდია და გოგა ხაინდრავა ცოცხლები არიან. არ იქნება. ძალადობა არ იქნება. ძალადობა. აჯანყება თქვენ გააპროტესტებთ. ძალიან ღიად ვისაუბროთ, მოდი. თუ კი თქვენ გააპროტესტებთ, თქვათ არჩევნების შედეგებს. ხელისუფლება იტყვის, რომ მე მოვიგე. ამ შემთხვევაში თქვენ აცხადებთ, აი კობა დავითაშვილს უკვე ვხედავ იქითა კულუარიდან, აცხადებთ, რომ დაიწყებაო აჯანყება. მას აჯანყება ძალადობის დაპირისპირების გარეშე მე ვერ წარმომიდგენია თქვენ. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად მაგაშია ჩვენი უპირატესობა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს პოლიტიკური ბრძოლის. ძალიან დიდი. უამრავი მეთოდი არსებობს არსენალში, იმისთვის რომ ეს საკითხი ისე გადავწყვიტოთ, რომ არც ერთი კაცს ტკივილი არ მივაყენოთ. და ამის უნარიც გვაქვს, გამოცდილებაც გვაქვს და ცოდნაც გვაქვს და რაც თავარია, სურვილი არა გვაქვს ამისი. თორე ამას 13-შიც განვახორციელებდით, 20-შიც განვახორციელებდით და ნებისმიერ დღეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც თავის სკამებს ეპოტინებიან და მეტი არაფერი, არც აფხაზეთი ახსოვთ, არც ცხინვალი ახსოვთ, არაფერი არ ახსოვთ, ოღონდ ის სკამებში დაჯდნენ, ჩვენ ეს პასუხისგებლობა გაგვაჩნია არც ერთი ჩვენთაგანისთვის. სკამი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე საქართველოს უპირველეს ყოვლისა და თუ ესე არ არის, აგერ ღმერთია, აგერ ქართველი ხალხი და აგერ ჩვენ და ყველა ნახავს რა არის მართალი და რა არის მწვავე. სრულიად შევხვდით გოგა ხაინდრავას და ისევ კითხე ესმეთი მე რამდენი ხელისუფლების შეცვლა შეადგო შენი მონაწილეობა და მაჩვენა ხუთიანი. სხვა ჩვენს ხუთიანი სიმბოლურია, ხუთი ნომერია ის და ზუსტად ხუთი. და მაჩვენა ხელით ესე, ანუ მეხუთეთ იღებთ ამაში მონაწილეობას და რატომ დაგიჯეროთ რომ მეხუთეთ კარგია, მეხუთეთ რომ არ არის კარგი, ნუ დამეჯერ, ნამდვილად არ არის კარგი და ადამიანს რომელსაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დღეს ამბობს რომ მეხუთედაც უნდა გავაკეთო. რატო მიიღო, რაში მიიღო მონაწილეობა? მონაწილეობა მიიღო იმ ცვლილებებში, რაც ჩემის აზრით, მე არასოდეს არ ვიყავი და მადლობა ღმერთს, ღმერთია მოწამე და აი ეს კადრები, რომელიც გადიოდა ეხლა ეკრანზე, ზუსტად იმ დროს მე ციხეში ვიყავი. მე ამაში მე არასოდეს ამბოხების მონაწილე არ ყოფილვარ. მე აღმოჩნდი იმ გარემოებების მსხვერპლი ნამდვილად, იმიტომ რომ ყოველი საქართველოს მოსახლეობა აღმოჩნდა მსხვერპლი იმისი, რაც მოხდა ქვეყანაში. ინგა ხელისუფლებას იმის იმედი ნუ ექნება, რომ ჩვენ რაც ფრაზა ვთქვით ეხლა რომ არ ვაპირებთ ომს და არ ვაპირებთ რაღაც შეიარაღებულ დაპირისპირებას და რაღაცას. და საინტერესო დეტალია ჩოხაში მობილური რომ გირეკავს. სტუდიაში რომ შემოდიხართ უნდა გამა. აი მე კოსმოსში ვარ და გამოვხარ. რომ ხართ პირდაპირ ეთერში და ძალიან სერიოზული საკითხებით ხართ დაკავებული. კარგი. და მოგახსენოთ რომ ეს არ არის არავითარი გარანტია იმისი რომ ხელისუფლება 7 ძილის საშუალება გქონდეს. მათ უნდა იცოდნენ რომ 22 მაისიდან ამ ქვეყანაში დაიწყება და ჩვენ განვიხილავთ ძალიან სერიოზულად საერთო სახალხო ამბოხების სცენარს. ეს არ არის რა თქმა უნდა არც იარაღთან, არ არის დაკავშირებული არც ისეთი ტიპის ძალადობებთან, როგორიც ჩვენ ვნახეთ და საერთაშორისო სამართლის ნორმებით არის გათვალისწინებული, როდესაც ხელისუფლება თარხნიშვილისნაირი კომისიის თავმჯდომარეებით, როდესაც ხელისუფლება გამგებლებით, გუბერნატორებით, პოლიციის უფროსებით, უშიშროების თანამშრომლებით, მინისტრებით, ბიუჯეტის ფულით ატარებენ და აყალბებენ არჩევნებს, ასეთ შემთხვევაში უამრავი პრაქტიკა არსებობს იმისი, რომ ასეთი ხელისუფლება პანღურისკვრით გაუცილებიათ, როგორც ლევანი ამბობს, სწორედ ისე თავის კაბინეტზე. მარტო ხასტუხით გამოყვანაზე არა ლაპარაკ. პანღური არსებობს ძალიან კარგი ქართული სიტყვა და ჩაერთვება პანღურის საქმეში. უნდა გითხრათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც მე სულ უცოვი ციგნად ხარ, ალბათ ყველა
სიაში ცნობილია ახლების ძალიან ცნობილი დამოკიდებულება მსგავსი საკითხების მიმართ და დათო გამყრელიძე დღეს როდესაც აი ასეთ თემებზე არის ხოლმე საუბარი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. გავამხილო ერთი საიდუმლო რომ დათო გამყრელიძესთან ერთად განვიხილავთ იმ სცენას როცა ლევან თარხნიშვილი გამოვა როდესაც ლევან თარხნიშვილია ხო თარხნიშვილი გამოვა და ისე გამოაცხადებს თავისი ცნობილი რაღაცა მიმიკით და ჟესტიკულაციით იმას რომ თურმე კიდე ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა და ჩამოყვება ისევ თავისი ცნობილი ციფრების манипуლირებას. ეს არ მოხდება. დიდი მადლობა. ეს არ მოხდებაო, ერთობაზე ხელმოწერა თქვენი უნდა დააფიქსიროთ. ასეთი იყო, ვთქვათ, გადაწყვეტილება გოგა ხაინდრავას ვთხოვთ, ბატონო ზვიად. მე მეცხრე ვარ ამ სიაში, ამიტომ მეცხრე მოვა. მოდით გამოთხრით თან, ხო, აი ესე ციფრებიც მიმიწერეთ და ბოლოს მე მოვუყვები როგორი არის სიაში განლაგება. გოგა განიშნებენ რომ არ გათქვა საიდუმლო. სადიყრის კენს გოგა გწანიში რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი გოგა ხაინდრავა იქნება გწანისის მაჟორიტარი რაც შეეხება ზვიად ძიძიგურს გლდანი თუ ისანი სად გადაწყდა გლდანში თუ ისანში წავალ და ბატონი ბანკირია ვიღაც და არ ვიცი უნდა მოუგო გოგა ძალიან ბატაშორის გწანის იყო ერთადერთი რაიონი სადაც დახურული უბნების მეშვეობით სააკაშვილმა ამ არჩევნებზე ვითომ აი მანდ აჩვენებს ზუსტად უთხრა ძვირფას საქართველოს მოსახლეობას ბიზნესმენები აპირებენ დიდი ფულის დახარჯვას ამ არჩევნებში რაც შეიძლება მეტი დაახარჯინეთ ჩემო კარგებო ეს თქვენი ფულია თქვენ გეკუთვნით ოღონდ ხმები არ მიცეთ ხმები ჩვენ ესენი უნდა შევცვალოთ დაგზავნეთ თქვენთვის გამოჩენილ ადგილებზე ზვიად წარმატებებს გისურვებ ძალიან დიდი მადლობა თქვენ უსმენდით ზვიად ძიძიგურს და გოგა ხაინდრავას კიდევ ერთი წყვილი ამ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანი მინდა აქვე მოვიწვიო ამ ტრიბუნასთან მათ შორის ორს გამოვყოფდი კახა კუკავა და კობა დავითაშვილი მე ერთ ისტორია შეგახსენებ როდესაც ამ რაღაცებს ვიხსენებთ იმიტომ რომ მოდის არჩევნები და დარწმუნებული ვარ თითოეული ჩვენი რესპონდენტი არის მზად ვისაც აქვს ამბიცია რომ გახდეს დეპუტატი რომ გასცეს ნებისმიერ შეკითხვას პასუხი როდესაც იყო გახმაურდა კობა დავითაშვილის ცნობილი სკანდალი რესტორანში ფულის აღებასთან დაკავშირებით ძალიან მალე მას მოუხდა დაეტოვებინა კონსერვატორების რიგები და კულუარებში ამბობდნენ რომ მას ხმას აღარ სცემდნენ კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური მე ამ შეკითხვას პირადად მათ დაუსვავ კობა დავითაშვილი კახა კუკავა გიგა ბუკია ვიქტორ ჯაფარიძე ბიძინა ბუჯაბიძე ბეჯან გუნავა ჯუმბერ ქალაშვილაძე კახო ფანჩუიძე აი ასეთი ხალხმრავალი სია ვთქვათ გადაინაწილოთ სპიკერებმა რა საინტერესოა ჩვენ სტუდიაში მოუნდათ მაინც და მაინც ხელის ჩამორთმევა და მისალმება მე გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თქვენ ახლა ხართ სტუდიაში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში სხვა შორის უნდა გავამხილოთ ჩვენ პარტიებს თვითონვე ვთავაზობთ ასეთ იდეას როგორ წარმოუდგენიათ მათ საკუთარი პარტიის პრეზენტაცია და იდეა დღევანდელი წყვილების მოდიოდა ლევან გაჩეჩილაძისგან იდეის ავტორი იგი არის ასე რომ არ ვიცი თქვენ შეაფასეთ კარგია თუ ცუდი მე ვფიქრობ რომ საინტერესო იდეა იყო კახა დავიწყებ მე თქვენგან კობა დავითაშვილი გააგდეთ კონსერვატორებიდან ძალიან უხეშად რომ თქვა იმ შობილი სკანდალის შემდეგ დღეს ისევ ერთად გეხართ რა ხდება ამ ხსენით ნამდვილად იყო ჩვენს ურთიერთობაში ისეთი ეტაპი რომელიც შეიძლება არ იყოს საუკეთესო მაგრამ თავარი არის ის რომ ის რაც ძალიან უხეშად გამოდევიდა ის რაც ჩვენ გვაქვს თავარი არის ინგა ის თავი არის ის რომ ის რაც ჩვენ გვაერთიანებს არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იმაზე რაც ჩვენ გვყავს ის რაც ჩვენ გვყავს ეს შეიძლება დაკავშირებული იყო პარტიასთან პარტიულ ინტერესებთან რაღაც შიდა პარტიულ ორგანიზაციასთან მაგრამ ის რაც ჩვენ გვაერთიანებს ეს არის საქართველოს სახელმწიფოს არსებობა ან არარსებობა დღეს ჩვენ ვართ ძალიან დიდ გზაგასაყართან დიდი უიმედობის შემდგომ 7 ნოემბრის შემდეგ ბუქარესტის სამიტის შემდეგ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ამ ქვეყანას მოუკლა განვითარების ყველა შანსი დღეს ჩვენს ერთობაზე არის დამოკიდებული იქნება თუ არა საქართველოს სახელმწიფო შევინარჩუნებთ თუ არა ჩვენს თვითყოფადობას ამიტომ ქვეყანა დღეს ჩვენგან მოითხოვს ყველაფერს ჩვენს ენერგიასაც ჩვენს ძალას და ყველაზე მეტად მოითხოვდა ჩვენს ერთიანობას ამიტომ
რაც არ უნდა წენა გქონდეს ჩვენ, რაც არ უნდა უსიამოვნება გქონდეს. რა თქმა უნდა, იყო ბევრი ურთიერთობა, აქ არის დარბაზში ბევრი ისეთი პოლიტიკური პარტია, ბევრი კანდიდატი, რომლებიც ძალიან ხშირად ერთმანეთის კონკურენტები ყოფილვართ. კი, შემდეგი ბლოკი იქნება ძალიან საინტერესო. არამედ საქართველოს ფრაზებს რომ გავიხსენებ ახალ მემარჯვენეებზე და ბესელია და ფიქრია ჭიხრაძე რომ კი ბატონო, თქმები წინასწარ, გისმენთ. ეს იყო ნამდვილად ინგა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთმანეთის კონკურენტები, ეს იყო პარტიების კონკურენცია, ეს იყო ადამიანების კონკურენცია, დღეს სასწორზე დადგა რაღაც ძალიან დიდი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს არსებობა ან არ არსებობა. სააკაშვილმა 7 ნოემბერს და ბუქარესტის სამდის შემდეგ საქართველოს მოუკლა განვითარების ყველა შანსი. ამიტომ დღეს ჩვენგან არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული და ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ყველაფერი რაც ჩვენგან შეუძლია ამ ქვეყანას მიიღო, ყველაფერი გავიღოთ. ამიტომ ჩვენი ერთიანობა ეს იყო ქართული ხალხის მოთხოვნა და მედაკობას კი არა, რა ვიცი, რაც არ უნდა წენა გქონდეს ამ დარბაზში ჩვენ ერთმანეთისაგან, ჩვენ ვართ მზად, ერთად წავიდეთ ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ ამ ბრძოლის შედეგად მოიგებს ჩვენი ქვეყანა, საქართველო. დიდი მადლობა. კახაკუკალა თავისი პასუხი გახსნა. მინდა მოусმინო იგივე შეკითხვაზე. სხვათა შორის მაშინ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო კონსერვატულ პარტიაში, ჰქონდა შიდა არჩევნები, როგორც ქართველებს ახლა მივყევით ამ შიდა არჩევნებზე, კიდევ ამ დავხოცეთ ერთმანეთი. ესე იგი სერიოზულად მივდექით ძალიან ამ შიდა არჩევნებს. ეხლა არა სერიოზულად უდგებით ამ არჩევნებს. ეს იყო ბუნებრივი პროცესი, თუმცა ძალიან საინტერესო გამოცდილება და მთელ ოპოზიციაშიც იყო ერთი ასეთი მცდელობა და მე მაინც მგონია რომ ეს მცდელობა ღირდა იმას რომ გვეცადა და შეიძლება ბევრი მინუსი იყო. დაპირისპირება მოხდა ამის გამო, მოხდა შიდა პარტიული განხეთქილება, მაგრამ საკმაოდ მშვიდად დავშორდით ერთმანეთს და სკანდალები არ მოგვიწვია. ჩეხოსლოვაკიასავით დაახლოებით კი. აქედან გამომდინარე, პიროვნული ურთიერთობის პრობლემა არასდროს არ ქონია, საქმე გვაქვს საერთო და ბრძოლის მეთოდები საერთო გვაქვს, გამოცდილება იმდენად დიდია, რომ ესე უსიტყვოდ უგებთ ხოლმე ერთმანეთს, აქედან გამომდინარე მე აი ხა მთელ ამ იმაზე მეცინებოდა შეროყვებოდი, რომ როგორ მოხდება ეს ამბავი და როგორ არა. ეს ჩვენი ხელისუფლების რაზე გეცინებოდა თუ კაცრავად? არა, ნუ აი დაპირისპირებული ხარ და როგორ იქნებით ერთად. იმიტომ რომ ჩვენ როგორ იმდენი ხანია ერთად ვართ, რომ ის უფრო მეტია ვიდრე ის რაც მოხდა. ეხლა რა შეიძლება მე რატომ გეკითხებით, იცით? მთელი აი ამ პერიოდის განმავლობაში რომ თუ შეიძლება უბრალოდ შეგაწყობინებთ, როდესაც მიდიოდა გნებავთ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია, შემდეგი პერიოდი, ყველაფერი ხდებოდა რაღაც სხვანაირად. ანუ ახრები იყვნენ თავისთვის ლევან გაჩეჩილაძე მათ ეძახდათ კონსტრუქციულ ოპოზიციას, თქვენ და კონსერვატორები იყავით დაშრობული, ვიქტორ ჯაფარიძეს ვხედავ ეხლა მე აქ ბადრი პატარკაციშვილის პარტიაში იყო. საერთოდ გამოვიდა საბოლოო ბატონო შტაბში. საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ ყველაფერი გადადეთ გვერდზე. მე მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. რატომ არ უნდა გაუჩნდეს მაყურებელს აზრი, მაგალითად ვინმეს ამ დარბაზში ან ადამიანს, რომელიც გვისმენს, რომ ეს ყველაფერი დროებით დაივიწყეთ, იმიტომ რომ მოხვიდეთ პარლამენტში. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აი იქ მერაბიშვილის სავარძელი, სააკაშვილის სავარძელი, სხვების, თქვენ ხომ არ გინდათ იგივე და შემდეგ დაიშლებით. იცი, ინგა, პატიოსნად გიპასუხებ, საერთოდ ვცდილობ პოლიტიკაში სიმართლე ვილაპარაკო. ჩვენი ერთობა ეს არის ანტიჰიტლერული კოალიცია. განმიმარტო. ანტინაცისტური. ხო და ჩვენ გავერთიანდით იმის გულისთვის, რომ საქართველოში მივახციოთ ნორმალურ დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენ სხვათა შორის ჩვენს კოლეგებსაც, ლეიბორისტებს და რესპუბლიკელებს მუდმივად მოუწოდებთ, რომ ეხლა არ არის პარტიული განსხვავების დრო. რა თქმა უნდა, ჩვენ პარტიული განსხვავებები გვაქვს. რა თქმა უნდა, გვაქვს სხვადასხვა პროგრამა, სხვადასხვა ხედვა, სოციალურ საკითხებზე, ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმდებით მართალია, მაგრამ არის ნიუანსები. მოუწოდებთ ერთობისაკენ, იმიტომ რომ 21 მაისის არჩევნები ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არის რეფერენდუმი ქართველი ერისა. უნდა მას დიქტატორი სააკაშვილი და ტირანი სააკაშვილი თუ არ უნდა. აი ეს არის ჩვენი ლოზუნგი საქართველოს უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობს პირველ რიგში საქართველოს სააკაშვილის გარეშე. აი ეს არის ჩვენი ამოცანა. დიახ, ჩვენ ამის შემდეგ ვიქნებით კონკურენტები. ოღონდ ამ კონკურენციაში ვიქნებით არა ისე როგორც სააკაშვილი. უკაცრავად. დაშლა არ იქნება ვიღაცა ვიღაცასთან დაბლოკდება, იქნება დემოკრატიული არჩევნები. ზოგი ცალკე გამოვა, ზოგი ერთად, მაგრამ არასდროს ტრები ერთმანეთის არ ვიქნებით, იმიტომ რომ თანამებრძოლეები.
კარგით. თუმცა მე გადახსენებთ, რომ შესაძლებელია ვარდების რევოლუციის წინაც მე იგივე განცხადებები მესმოდა თქვენგან. თქვენი შვილის ნაცვლია ბოლოს და ბოლოს მიხეილ სააკაშვილი. თქვენი შვილის ნაცვლია არის ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც ასევე უპირისპირდებოდით. ანუ ესე არ არის დათო გამყრიძე და ლევან გაჩეჩილაძე იყვნენ ბავშვობის მეგობრები და შემდეგ სერიოზული ჩხუბი მოუვიდათ. არ მოხსნია ინგაზი, საიდან იგონებენ? არასოდეს გადალებია ჩხუბი, მაგრამ დაშორდნენ. არასოდეს. დაშორდნენ პოლიტიკურად ერთმანეთს, მაგრამ გამოგთმელი. პოლიტიკაში არის პრინციპი, ინგა, მომისმინე ხა. მე მინდა სიმართლე ვთქვა ხა. მე არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ჩვენ ვაპირებთ ერთიანი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას. ეს იქნება ტყუილი და ტყუილს არასდროს არ ვიტყვი. ჩვენ ვიქნებით კონკურენტები, როდესაც ჰიტლერს გავუშვებთ იქ, სადაც იმსახურებს. ჰიტლერს? მიხეილ სააკაშვილის გულისხმობ. მაშინ არ გახსენებდათ იგი ჰიტლერს. უკაცრავად სახამაც უნდა მიპასუხოთ. მაშინ არ გახსენებდათ სააკაშვილი ჰიტლერს, როდესაც ლევან გაჩეჩილაძე მისი შტაბის ხელმძღვანელი იყო, კახაკუკავა მისი გუნდელი და თქვენ შვილს რომ ანათლინებდი? ხალბატონო ინგა, მაშინ არ იყო ჰიტლერი და როცა გახდა, მაშინ დაუწყო. ხოდა, სხვათაშორის ადამიანი დიქტატორი და ტირანი ხდება ხალხის გულგრილობის შედეგად. როდესაც პირველად მიქარა მიხეილ სააკაშვილმა მაშინ ბევრმა თქვა რომ მოდი ვაცალოთ. რა მიქარა პირველად? პირველად? გაიხსენეთ. ხო. კონსტიტუცია რომ შეცვალა და ქართული საზოგადოების 90% ვერ გაიგო რა მოხდა. მე მაშინ გადავედი ოპოზიციაში 2004 წლის თებერვალში და ვთქვი რომ ეს არის ავტორიტარული რეჟიმის კონსტიტუცია, რომელიც მიდის დიქტატურისკენ. ისე აგიხდეთ ყველაფერი როგორც ეს ახდა. ამიტომ მე ჩემს პასუხისგებლობას გონიათ არ გძნობ. მე ყველაფერი გავაკეთე ერთობისთვის. ჩემი პარტიული ინტერესი და პიროვნული ინტერესი გვერდზე გადავდე, იმიტომაც რომ მე ვგრძნობ მორალურ ვალდებულებას, გადამწყვეტი როლი შევიტანო იმის წათრევაში, ვინც მოვათრიე. ძალიან გხოთ კორექტულად, ხოდა. კორექტულად. კახაკუკავა მიპასუხეთ ალბათ ამ შეკითხვაზე და შემდეგ უნდა წარადგინოთ თქვენს გვერდით ადამიანები, ვინც სად იყრის კენჭს, მაგალითად ბეჟანგუნავა, ბატონი ვიქტორი, ბატონი გიგა, ბატონი გუჯაბიძე, ბიძინა და ასე შემდეგ. მითხარით, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ სხვა შორის შემდეგ რეკლამის შემდეგ, როდესაც უკვე დარბაზიც აქტიურად შემოვა, მას შემდეგ და წყვილები ამოიწურებიან ამ ტრიბუნასთან, მე ამ კითხვას ლევან გაჩეჩილაძესაც დავუსვა. როდესაც იდექით სააკაშვილის გვერდზე, როცა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად შებრძანდით პარლამენტში და ასე შემდეგ, მაშინ არ გაანერვიულებდათ, რომ ჰიტლერს გავდა, თქვათ სააკაშვილი, რომ რაღაც ისეთი თვისებები არ ქონდა ამას დიქტატორული? თქვენ არ გეკითხებით? არა, გავიგე, მაგრამ ერთი წუთი კორექტულობისკენ მოწოდებაზე როა საუბარი ხალბატონო ინგა, აი დგას ჯუმბერ თავარქილაძე რა. მისი მთელი ოჯახი დღეს ზის ციხეში. მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჯუმბერ თავარქილაძის ძმები და მამიდაშვილები და სიძეები არიან. რა კორექტულობაზეა საუბარი ქვეყანაში, სადაც ძევლები ყავთ აყვანილი? დამკაც ეუბნებია რომ ამ ძევლებს გამოუშვებთ, 6 ადამიანია მძევლად. ოღონდ ჩვენ 2 თვით სანამ არჩევნები დამთავრდება წადით თურქეთში. მეტი არაფერი არ გვინდა. ჩვენ ამ თემაზე არანაირი კორექტულობა მიხეილ სააკაშვილთან არ იქნება. არ იქნება მიხეილ სააკაშვილთან კორექტულობას მიტინგზე თქვენი საქმეა. მიტინგი არ არის, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა. ან ვიქნებით მონები, ან ვიქნებით თავისუფალი. აქ ღირსებისთვის არის ბრძოლა. ამ ხალხმა არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი. ან მონა უნდა იყო მისი და უკმიო გულდრუკი და ან ხო მტერი. თუ ეს არის არჩევანი, ან მონა მე ვიქნები მტერი და ვიბრძოლებ ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. პირობას რომ სიცოცხლეს შევწირავ ჩიმშილობას და მე მაინც ადგნენო. კახა თუ შეიძლება მიპასუხეთ თქვენი ეს კითხვა პასუხოთ დავტოვოთ. ნუ დაიღეთ სხვა მოშიმშილეებიც არიან. თქვენ სვათ ისეთ კითხვას, რომელსაც მე უნდა პასუხებ და გადადიხართ კახასთან და მაშინ გიპასუხებ. მე მზად ვიყავი გამეწირა ჩემი სიცოცხლე, მაგრამ არ აღმოჩნდი მზად გამეწირა ზუია ძიძიგურის სიცოცხლე. აქვნა სუსტი ადამიანი აღმოჩნდა. კახა გისმენთ. იგა ძალიან მარტივია შეკითხვა 2003 წელს, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენგანი ერთად ვიყავით ჩართული იმ მოვლენებში, მაშინ ჩვენ გვაერთიანებდა ერთი ძალიან დიდი სურვილი, რომ დაგვემთავრებინა შევარდენაძის ხელისუფლება, რომელიც ხალხს ხელში ჰქონდა ამოსული და მაშინ ჩვენ არ ჰქონდა ის მიზეზები, ელემენტარულად ზნეობრივი მიზეზები. მაშინ არ იყო სანდრო გირგულიანის საქმე, მაშინ არ იყო რობაქიძის საქმე და რაც თავარია, მაშინ ჩვენ არ ჰქონდა 7 ნოემბერი.
ამ ყველაფრის შემდგომ ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია მიხეილ სააკაშვილთან რაიმე ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი, მასთან რაიმე პოლიტიკურ ურთიერთობაზე საუბარი. ჩვენთვის ეს ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, სახელმწიფო დამნაშავე, რომელთანაც ურთიერთობა გვექნება მხოლოდ ერთადერთ ფორმატში. ჩვენ ვიქნებით მისი ბრალდებელები, როგორც სახელმწიფო დამნაშავისა, ხოლო მას მოუწევს თავის დაცვა დამოუკიდებელ სასამართლოში. ამიტომ ჩვენ მასთან გვექნება მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა და ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ. კარგი, დიდი მადლობა. თუ შეიძლება გითხარით ბატონი ბეჯანი, სადეპრის კენს, ბატონი ვიქტორი, ბატონი გიგა, ბატონი ბიძინა. შეკითხვა მათთან. შეიძლება? კი ბატონო, მე ავიღებ მაშინ მიკროფონს, უბრალოდ მათ დაუსვავ იგივე კითხვას, მეწეღა ბატონი ვიქტორი ვახსენდა, თქვენთან დავიწყებ. მესტიაში. მესტიაში, თქვენ რა სიტყვით? სამეგრელოში ხობში, ჩემ ბატონო ბიძინა ის? გურია ლანჩხუთი. გურია ლანჩხუთი, ისე ბიძინა გუჯაბიძეს აშკარად ეტყობა, რომ ძალიან სერიოზული შიმშილობა ქონდა. ბეჯან მე ვიყავ ერთ-ერთ უთულეს რაიონში, მაგრამ ჯერ თავ შევიკავებდი. არა, გითხარით არ ვარჩევთ რომელი უფრო რთული რეგიონია, მაგრამ რომელიც არ უნდა აირჩეს, ეს იქნება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძალიან მნიშვნელოვანი საკონძო რაიონი. და თქვენ ბატონო კახა ჩემი ოლქიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი საქართველოში. შეიძლება ეს იყოს გლდანი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ რომელი ოლქიც არ უნდა იყოს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. კარგი, დიდი მადლობა, ვიდრე მე ბატონი კოლბასკენ გადავალ, გთხოვთ მოაწეროთ ამ ერთობის დემონსტრირებას ხელი და ამასობაში ჩვენ შევიტყობთ, რას აპირებს კობა დავითაშვილი, გთხოვთ. ბატონო კობა, თქვენი საკითხი მაჟორიტარობასთან მიმართებაში როგორ გადაწყდა? ეს შიდა ოპოზიციური საიდუმლოა. კარგით, მითხარით, ეთერში იმიტომ რომ ვიმედოვნებ იმდენად საინტერესო იქნება ხალბატონო ინდა რომ შემდეგ ეთერში მომიწევს. კარგით, კარგით, თქვენ სად იყრით? არ არის გადაწყვეტილი. არ არის, ბატონო ჯუმბერ. აი ასეთ ჯაბაში არიან სხვათა შორის ამ გადაცემას, როდესაც ბატონო იცით რა, ინგა შეიძლება თქვა. ჩვენ მართლაც ვერიდებით ამ საკითხს, იმიტომ რომ ხვალ არის ბოლო დღე ბლოკის ჩამოყალიბების მოგხსენებათ. ჩვენ არ ვყარგვათ იმედს, რომ ჩვენი კოლეგები ლეიბორისტები და რესპუბლიკელები შემოგვიერთდებიან. არა, აბსოლუტურად არ ვუმრობ. თქვენი აქედან გასვლის შემდეგ პოლიტიკური განცხადებები არ არის. მინდა უპასუხო ბატონ. არა, არ გვინდა. ძალიან გაგვიგრძელდა. მოკლედ ვიტყვი. ბატონ შალვანათელაშვილს მინდა მიმართო, რომ გაგა გუგავას, რომელმაც აქ მლანძღა, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, რაც არ უნდა მლანძღოთ, მე არ გაგლანძღავ. და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ერთიანობისკენ. ხვალ 12 საათზე CSKO-ს წინ ჩვენ კიდევ დაგელოდებით ჩვენი წესდებით. ჩვენ მართლაც მინდა ერთიანობა, ეს არ არის ჩვენი თამაში. იმიტომ რომ ანტიჰიტლერულ კოალიციაში ყველასთვის იქნება ადგილები. თუ არ მოგწონთ ჩვენი წარსული, აწყო საქართველოს მომავალს გაუწიეთ ანგარიში. საქართველოს მომავლისთვის ვიბრძოლოთ ერთად. თქვენს თანამებრძოლებთან ერთად ხომ გააფიქსირეთ ხელმოწერა ძალიან ხოთ ამ ბანერზე. ჩვენ კი ეთერში დავბრუნდებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. საინტერესოა, როდესაც აკეთებს რესპუბლიკელების და ლეიბორისტების მიმართ გიორგი თარგამაძის ქრისტიან დემოკრატებს რატომ არ თავაზობთ გაერთიანებას? ჩვენ ვართ, როდესაც საუბრობთ რესპუბლიკურ პარტიაზე და ლეიბორისტულ პარტიაზე, ინგა ჩვენ ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. ჩვენ 7 ნოემბერი გამოვიარეთ ერთად და ჩვენ ეს ბრძოლა მისაყვანი გვაქვს ბოლომდე. მანამდე ვიდრე 7 ნოემბრის ყველა დამნაშავე. რატომ არ უნდა შესთავაზოთ? კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენ ეს ბრძოლა დაწყებული გვაქვს ერთად, ჩვენ გვაქვს ერთიანი ვალდებულებები ქართული ხალხის წინაშე აღებული, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ვალდებულებები ერთად უნდა იქნეს შესრულებული. დიდი მადლობა. ამიტომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის ჯალათი რჩება თავის კაბინეტში, არჩევთ ჩვენთანაც ცალკე არჩევნებში გასულიყო. საინტერესოა რესპუბლიკელები და ლეიბორისტები. თუნებას მომცე. ობამ წაიღო ყველაზე დიდი დრო ამ გადაცემაზე. არ გაინტერესებს? ეს ხო ყველაზე დიდია და იმიტომ ხო შეიძლება სკანდალური განცხადება გავაკეთო. არ მინდა სკანდალური. ერთი დრო როგორ უნდა ძალიან მარტივია. შედგა საგურამოს მანიფესტი თავის დროზე და ხელმომწერები იყვნენ ლეიბორისტებიც და რესპუბლიკელებიც. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთად ვიყავით ზუგდიდში, ერთად ვიყავით 7 ნოემბერს, ხოლო ახალმა მემარჯვენეებმა არა სიტყვით, არამედ საქმით ყველაზე ძალიან როდესაც გვიჭირდა და როდესაც სხვები გვაქილიკებდნენ და მასხრად გვიგდებდნენ და ყოტრიალობდაო იძახდნენ, მაშინ დადგნენ ჩვენს გვერდით შიმშილობის დროს. და საქმით დაამტკიცა სამხალხო, რომ გილცები არიან, რომ ივერსალმოთ, მაგრამ თავის პარტიული ამბიციები გადადეს გვერდზე და კაცურად მოიქცნენ, ქვეყნისთვის მოიქცნენ, კარგად, ამას მოუწოდებთ ყველას. ძალიან დიდი მადლობა, მასე ესენი იყვნენ.
მაშინ პარტიის და კონსერვატორების სახები მე გადაცემაში რეკლამას ვაცხადებ. რეკლამის შემდეგ შემოგთავაზებთ არქივიდან ძალიან საინტერესო განცხადებას, რომელიც ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გააკეთა ირაკლი ოქრუაშვილმა. მაშინ საუბარი ფიქრია ჩიხრაძესა და ახალ მემარჯვენეებს შეეხებოდა, ხოლო ამ ტრიბუნასთან ფიქრია ჩიხრაძე ეკა ბესელიას გვერდით იდგება. ეკა ბესელია ოქრუაშვილის პარტიის ნომერი პირველია. დაგველოდეთ. გამოვკიდო, სადაც დაბლა იქნება ფიქრია ჩიხრაძე და თავში დავით გამყრელიძე. და ვთქვა, რომ ფიქრია ჩიხრაძე ყოველი საღამოს ადარებს ძირკთან. შემოსავალ ძირკს პროსტიტუციით და დავით გამყრელიძეს როგორც თავის უწინებს აძლევს შემოსავალს. თქვენაც დაიჯერებთ. მაშასე ჩვენ ვართ გადაცემის მეორე ბლოკი პირდაპირ ეთერში. ძალიან საინტერესო ფონი მაქვს, ესე იგი 9 პარტიის დროშა ჩემს უკან, თქვენ ალბათ ამას ხედავთ. მოისმინეთ არქივიდან ირაკლი ოქრუაშვილის გამოსვლას. მე რომ თქვა, რომ ფიქრია ჩიხრაძე დროს ატარებს ცირკთან ყოველ საღამოს, დავით გამყრელიძე კი არის სუწინორი. მაპატიეთ, მე ვიმეორებ იმას, რაც მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა თქვა. დღეს კი ისინი დაიჯერებ თუ არა, გოგა ხაინდრავამ უკვე მოუძებნა ამას გამართლება. ესე ძალიან საინტერესო ტენდენცია, როდესაც უკვე პარტნიორები ერთმანეთს გამართლებას უძებნიან. ეკა ბესელია, გიორგი მოსიძე, თეო ტლაშაძე, ფიქრია ჩიხრაძე, ჩვენი შემდეგი ბლოკის სტუმრები. ქალბატონო ფიქრია, გთხოვთ? საღამო მშვიდობის, დიდი მადლობა გიორგი მოსიძე, რომელიც გორში იქნება მაჟორიტარი საბჭოსი. ეკა ბესელია, როგორ ხართ ეკა, საღამო მშვიდობის და თეო ტლაშაძე, ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე მგონი ზედმეტი შეკითხვა და აჟიტირება აღარ არის საჭირო. აი ამ განცხადების შემდეგ, ეხლა რაც მოვისმინეთ, თქვენ და ბესელია. ეკა ბესელი არის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ნომერი პირველი. აი, თავს როგორ გძნობთ? არ გახსენდებათ ხოლმე, თქვა ცირკთან დგომაზე გაკეთებული განცხადება მათი ლიდერის და ასე შემდეგ? ეხლა დღეს რომ მოვისმინე, უცებ ანალოგია გამიჩნდა, არა. მე როცა ამ ადამიანს უპირისპირდებოდი, ის იყო სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენელი. მე დღესაც უპირისპირდები სააკაშვილის რეჟიმს და ეს განცხადება ძალიან მოუხდებოდათ მიხეილ სააკაშვილს და ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკურ კონტექსტში. ფიქრია ჩიხრაძეს კორექტულობისკენ. დამთავრდა კორექტულობის დრო, დაიწყო მზადება ძალიან სერიოზული ბრძოლისათვის. ანუ პოლიტიკა არის ისეთი რაღაც, რომ შეიძლება ესეთი განცხადებაც დაივიწყოთ? ამას გეკითხებით, ქალბატონო ფიქრი. იცით, ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, რომ როცა მნიშვნელოვანი იდეის გამო დაივიწყებ ძალიან ძნელ რამესაც, თორე რაც იოლია, ის ძალიან იოლად კეთდება და ეს გაერთიანება სწორედ არის იმიტომ ფასეული, რომ თქვენ ბევრი წვილი გამოიყვანეთ აქ, ბევრს გამოიყვანთ კიდევ, რომ ამგვარი სიძნელეები იქნა გადალახული იმისათვის, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური და დემოკრატიული მომავალი და ეს არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა იგივე შეკითხვით მივმართო ეკა ბესელიას. ქალბატონო ეკა, აი ახლა როდესაც გადიოდა ეს ინტერვიუ ირაკლი ოქრუაშვილის, თავს როგორ გძნობდით პარტნიორებთან? მოგესალმებით, მე მინდა ჩემ ქვეყანას მიულოცოთ დღეს ხარება და მინდა იყოს გახარებული იმით, რომ ეს პოლიტიკური გუნდი, რომელიც მოდის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, გაახარებს ქვეყანას, როდესაც დამთავრდება საპარლამენტო არჩევნები და ვიქნებით გამარჯვებულები და ქვეყანა გაიმარჯვებს. გაჩეხება ამ განცხადებას გოგა ხაინდრავას ხმა მომესმა, აბსოლუტურად ვეთანხმები. სწორედ იმ კონტექსტში იყო ნათქვამი ირაკლის კომენტარი, რომ ისევე როგორც დაუჯერებელი იყო ის, რაზეც ისაუბრობდა ეხა დათოსთან და ფიქრიასთან დაკავშირებით, ასევე დაუჯერებელი იყო ის მიმართება, რის გამოც მან ეს კომენტარი გააკეთა. ანუ ძალიან გასაგებად და ცხადად იყო ის ნათქვამი, ასე რომ არც მე და არც ფიქრი, არც დათო შეურაცხყოფილი არ უნდა იყოს ამ განცხადებების მოსმენით. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, მინდა ძალიან გულწრფელად გითხრათ ის, რომ რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო ამ ერთობის შენარჩუნება, რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო ამ 9 პოლიტიკური პარტიის ერთი გაერთიანების ქვეშ ყოფნა. მე ვიყავი
ბოლო ვინც ძალიან დიდი ფიქრისა და განჟის შემდეგ ჩემი პოლიტიკური პარტიის სახელით მოვაწერე ხელი ამ ბლოკის ერთობას. ირაკლი ოქროშვილი დაახლოებით 3 კვირის წინ, როდესაც ჩვენს გადაცემაში პირდაპირ ეთერში საუბრობდა, იგი არ იყო მაინც და მაინც კმაყოფილი ოპოზიციის ქმედებებით, იგი არ იყო მაინც და მაინც კმაყოფილი იმით, რომ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული აქციებიო, როგორც შეიძლებოდა ბოლოს ნინო ბურჯანაძის გადადგომი და რაღაც ძალიან წვრილ-წვრილი თემები დასრულებულიყო და პრაქტიკულად მან დააფიქსირა, რომ იგი სულ სხვა აზრზე იყო და იყო სულ სხვა აზრზე დანარჩენი ოპოზიცია. სოფო ნიკოლაიშვილი არ ვიცი დამეთანხმება თუ არა არსებობდაო ასეთი ინფორმაციაო, თითქოს მათ ჰქონდათ რაღაც პრობლემები, ხომ ოქრუაშვილის პარტიის წარმომადგენლებს საბჭოში დარჩენასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი კულუარული ინფორმაცია მინდა გავახმოვანოთ და შემდეგ თქვენი პასუხები. ოქრუაშვილის პარტიის წარმომადგენლებს ნამდვილად ვრცელდებოდა ასეთი ინფორმაცია, რომ გაერთიანების გაცხადებიდან 3 დღით ადრე ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი ოქრუაშვილის პარტია შევიდოდა თუ არა საარჩევნო ბლოკში. ესეც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომ ოქროებს გეძახიან. კარგით. არა, არის მისო სოფო უკაცრავად მე გაგაწყვეტინებ თქვენი მიკროფონი. ოქრუაშვილის პარტიის წევრები იქნებოდნენ თუ არა ბლოკში, საბჭოში, ეს იყო საკითხავი. ანუ იყო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, რატომ რა სიტყვით და შემდეგ სხვა კითხვა. იყო ბევრი კითხვა, იყო ბევრი საკითხი, რომელზედაც ფიქრობდით, მსჯელობდით. ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც ჩვენ ერთმანეთს ღიად უთხარით, იყო თემა, რომელიც ახლა წინ უძღოდა ჩვენს გამოსვლას, ეს იყო დაპირისპირების ფონი ირაკლი ოქრუაშვილსა და ახალ მემარჯვენეებს შორის, ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა. ჩვენ დავსვით ამასთან დაკავშირებით კითხვები, მივიღეთ პასუხები, ყველანი ერთად თანხმდებით იმაზე, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დღეს არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ამასთან დაკავშირებით ყველას აქვს დღეს ერთი და იგივე პოზიცია. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ინგა ერთი რამის გამო, ადამიანის ღირსება არის მის არჩევანში და ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. დღეს არის ქვეყანა გადასარჩენი. ამიტომ ყველა უნდა დადგეს პირად ამბიციებზე მაღლა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ისე ერთი სიმართლისთვის უნდა ითქვას ერთი რამ, თავის დროზე ვიდრე იქნებოდა 7 ნოემბერი, ვიდრე დაიწყებოდა ეს ყველაფერი, რაც დღეს სახეზე არის ამ სტუდიაში თუნდაც. ყველაფერი მოყვა პრაქტიკულად ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზიო გამოსვლას. ღია ეთერში მე მინდა უბრალოდ ეს თქვა, იმიტომ რომ მოვლენები დაიწყო მაშინ. თუმცა იგი დღეს არ არის სიაში. მოდი დავანებოთ თავი ოქრუაშვილის თემას. ფიქრია ჩიხრაძეს მინდა კვლავ დაუსვა კითხვა, შემდეგ გიორგი მოსიძეს და თეო ტლაშაძეს. თქვენი მთავარი მესიჯი, ქალბატონო ფიქრია, რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამ მრჩეველმა? შესაძლებელია ერთგვარი დაბნეულობაც იყოს, შესაძლებელია არც იყოს დაბნეულობა და ჩვენი ინტერაქტივები სხვათა შორის სულ აჩვენებდა იმას, რომ ხალხში არის მოთხოვნილება ერთიანობის, რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი, მაგრამ აი მთავარი გზავნილი, რასაც ამ ეთერიდან ეტყოდით თქვენს ამომრჩეველს რა არის? მთავარი გზავნილი დღეს სწორედ არის ისევ და ისევ ერთიანობა და ერთიანობა საქართველოსთვის. ამის იქეთ ჩვენ რა თქმა უნდა არაერთხელ მოგვიწევს და არაერთ გზის ჩვენს ამომრჩეველთან საუბარი, ძალიან სერიოზული საუბარი. მაგრამ ეს ერთიანობა, რამაც განაპირობა და რაც გარდაუვალი უნდა ყოფილიყო იმისათვის, თუ ჩვენ მართლაც ყველანი ჩამოყალიბებული ვართ იმაში, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არის სისხლიანი რეჟიმი, სისხლიანი დიქტატურა და მისი გასტუმრებისათვის აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ერთად დავმდგარიყავით. სხვა შემთხვევაში ჩვენ ყველას გვეყოლებოდა წარმომადგენლობა პარლამენტში, მაგრამ ვერ მოვახერხებდით გასტუმრებას. ჩვენს პოლიტიკურ ინტერესებს, პარტიულ ინტერესებს გადავაბიჯეთ ერთი რამის გამო, რომ ქართული საზოგადოება დავარწმუნოთ იმაში, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის ის, რომ სისხლიანი რეჟიმი სააკაშვილისა მოვაცილოთ ამ ქვეყანას. დანარჩენი დამერწმუნეთ, რომ უსერიოზულესი პროგრამა აქვს ახალ მემარჯვენეებს, ძალიან სერიოზული პროგრამა აქვს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ გაერთიანებაში, ამ ოპოზიციურ ბლოკში არის წარმოდგენილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ნიუანსზე ამ შემთხვევაში ვერ შევთანხმდებით, მაგრამ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელ საკითხებზეც ჩვენ შევთანხმდით და ამის მერე გამოვაცხადეთ ერთობა. ჩვენ არ შეგვიკოწიწებია ეს ერთობა, ჩვენ ფუნდამენტურად განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელი საკითხით შეიძლება ხვალ პრობლემა გამხდარიყო. ძალიან სერიოზული პრობლემები აღარ არსებობს.
პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს ერთობა, რომელიც დღეს საზოგადოების წინაშე გაცხადდა, არის ძალიან მკაფიო, ძალიან ძლიერი. და აი ხშირად ისმის ხოლმე ესეთი შეკითხვა, რომ შიმშილობა იყო შედეგიანი თუ არა. შიმშილობა იყო ძალიან შედეგიანი. ორი რამის გამო, ჩემთვის პირადად ჩემი ხედვა ასეთია. ერთი რომ ბოლომდე გაშიშვლდა ყველას თვალში. სააკაშვილი ისედაც გაშიშვლებული იყო 5 იანვრის შემდგომ და მას აღარ ჭირდებოდა ზედმეტი მანიპულაციები, მაგრამ გაშიშვლდა უკვე ხელისუფლება, რომელიც სააკაშვილის უკან იდგა და რომელიც ისევ ემზადებოდა ნინო ბურჯანაძის თამადობით ხელისუფლებაში მოსასვლელად და მეორე. შიმშილობის აქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს ეს ერთობა შედგა და ამაში ძალიან დიდი და გადამწყვეტი როლი შეასრულა. წარმომადგენლობითი ეხლა როდესაც აქედან ვუყურებ, არის ძალიან წარმომადგენლობითი, მაგრამ თეო ტლაშიძეს მინდა დაუსვა შეკითხვა, რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამ მომრჩეველმა? იმიტომ რომ უბრალოდ ერთად ხართ? პირველ რიგში მე მინდა მიულოცო საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღე და ფიქრიას ასე ვთქვათ ინტერპრეტაცია ერაყის განცხადებასთან დაკავშირებით ძალიან შეფასებად გამოიყურება დღევანდელ დღეს და წუხარ მე უმრავლესობის წევრი ვიყავი ხოლმე რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძეს დღეს ამ როლში მოუწია ყოფნა თუმცა ულოცავ იმიტომ რომ სწორედ აი ეს დუეტი საქართველოში არჩევნებს გადაუდა წააგეს. საინტერესოა. ქალები მაინც სხვანაირ მანდილოსნები მაინც სხვანაირ შეფასებებს აკეთებენ. მაშინ გიორგი მოსიძეს დაუშვა მე იგივე შეკითხვას. თქვენი მთავარი გზავნილი რომელიც უნდა ჩამომიყალიბოთ ახლა? რასად როდის? აქედან გიცნობთ, თქვათ მაყურებელი, მაგრამ რატომ უნდა გქონდეთ ამბიცია რომ გახდეთ დეპუტატი? მოდით. კარგით. 22 მაისს ბატონო. რა 22 მაისს? რევოლუცია თუ იქნება. ორი ძირითადი საკითხი, რომელსაც მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. პირველი, ხელისუფლებას რატომღაც გქონია, რომ შეიძლება დიახ, თუ შეიძლება. შეიძლება? კი ბატონო. ისმის თქვენ. მე შემიძლია ის ვისაუბრო. გქონიათ რომ გორს და გორის რაიონს შეიძლება თავს მოახვიო მაჟორიტარი ხელისუფლების მხრიდან. ასე იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც დაუნიშნეს ფაქტობრივად ჯუმბერ პატიაშვილი გორს მაჟორიტარად და ეხლაც ასე აპირებენ. ეს ერთი და მეორე ძალიან სერიოზული ტერორია გორის რაიონში. არის აღრიცხვა ფაქტობრივად მთელი ყველა იმ ამორჩეველის რომლებიც არ ეთანხმებიან ხელისუფლებას, რომლებიც არიან განწყობილი ოპოზიციურად და მიმდინარეობს ამ ხალხთან მუშაობა. მე მინდა ღიად ყველას წინაშე გამოვაცხადო და უთხრა ჩემს გორელებს და გორის რაიონის მაცხოვრებლებს. მე გიორგი მოსიძე მოვდივარ გორში, რათა დავიცვა გორელები და გორის რაიონის მაცხოვრებლები ამ ხელისუფლების ძალადობისაგან და ზეწოლისაგან. გორს არ დაგანებებთ ბატონებო. გორს არ დაგიქმებთ. კარგით, მე მეგონა რომ გიორგი ასე დაამთავრებდა, მიშა მოვდივარ, იმდენჯერ ახსენა მოვდივარ. თქვენ უნდა მოაწეროთ ხელი ერთიანობის დემონსტრირება. მე სხვათა შორის ამას შემდეგ შეგახსენებთ, როდესაც გავა რაღაც პერიოდი და შესაძლებელია ერთ-ერთი მთავარი ამბავი იყოს ქვეყანაში როგორ დაიშალა საარჩევნო შეკრებილი ეროვნული საბჭო. გთხოვთ? ძალიან საინტერესოა. მანამდე ერთი კითხვა მინდა დავსვა. სოფო, თუ შეიძლება ლევან გაჩეჩილაძესთან, დავით გამყეიძესთან, როგორ წარმოგიდგენიათ, ვიდრე ვთქვათ ხელმოწერის ცერემონიალი იქ დასრულდება, თქვენი მთავრობა, ვინ იქნება თქვენი ვანო მერაბიშვილი, ვინ იქნება თქვენი კახა ლომაია, ვინ იქნება თქვენი ბატონო, არა, ერთი წუთით, ვინ იქნება თქვენი ნინო ბურჯანაძე? კარგით. ისმი. ბატონო? მე მინდა მოგიწოდო კორექტულობისკენ. ჩვენ ვანო მერაბიშვილები, ლომაიები, ბენჯუკიძეები, ბოკერიები, კირკიტაძეები, ბურჯანაძეები და სააკაშვილი არ გვეყოლები. არავინ არ იქნება ჩვენ შორის ასე. კარგით. და ერთ თავარ ამას ვიტყვი. თავარი ის კი არ არის რომ ჩვენ მე ყველაზე კარგი ადამიანი. ჩვენ ბევრნი ვართ და ძალაუფლების დანაწილება მოგებული დარჩება ყველა ადამიანი. კი ბატონო, მაგრამ მე როდესაც ვარ ამომრჩეველი და მინდა რომ ვიღაცას მივცე ხმა, მე მაინტერესებს ვინ იქნება მათი პარლამენტის თავმჯდომარე, ვინ იქნება მათი პრემიერ-მინისტრი, ვინ იქნება მათი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვინ იქნება მათი ჯანდაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი და ასე შემდეგ. რას მთავაზობთ მე სხვა ჩვენ ბატონო? კოალიციური მთავრობა. კი, მაგრამ 1-2 საკვანძო პოსტისთვის. თქვენ ნუ ნერვიულობთ, ლევან გაჩეჩილაძემ უნდა მიპასუხოთ. ლეიბორისტებთან და რესპუბლიკელებთან კოალიციური მთავრობა. არც ერთ შემთხვევაში არ შევსვლით ჩვენ დაპირებებს. ეს ჩვენთვის, ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის არის მეორე ტური. პირველი, რასაც გავაკეთებთ, ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი აღარ იქნება. დაინიშნება თავისუფალი არჩევნები, კონკურენტუნარიანი და ღირსეული გაიმარჯვებს.
ერთი იმ დროს მომასწრო, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი თავარი პოლიციელის გვარი არ იცოდეს, თავისი თავარი პროკურორის გვარი არ იცოდეს, იმიტომ რომ მაშინ არის ადამიანი თავისუფალი, მაშინ იზრდება ყველა თაობა ღირსეულად და თავისუფლად, როდესაც ესეთი კითხვები ისმება მხოლოდ პოლიტიკურ სტუდიებში და არა მთელი საქართველოს ლაპარაკობს ამაზე. ამიტომაც სააკაშვილის სკამის საკითხი უნდა დავამთავროთ ჩვენ, მერე დავნიშნოთ კიდევ ერთი თავისუფალი არჩევნები და ვინც გაიმარჯვებს ღირსეულმა და გააკეთოს მთავრობაც, პარლამენტიც და ყველა. ჩვენთვის ეს არის მეორე ტური, იმიტომ რომ დამთავრდეს ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი. კარგი, ჯაკო ბამხეიძეს დაუსვავ იგივეში, ანუ ამ ეტაპზე თქვენ არ შეგიძლიათ დაასახელოთ ვინ იქნება თქვენი მთავრობა, რა ხელისუფლებით მოხვალთ, რა გინდათ, ვინ იქნებით, გარდა იმისა რომ თქვა პარლამენტში მოხვალთ. რა შემოგთავაზეთ? კაფეო კითხვა, ობას მხრიდან, ეხა ლევანის მხრიდან, ეს არის ანტიგიტლერული, ანტინაცისტური კოალიცია. ამ კოალიციის ამერთობის მიზანია, რომ ეს სისხლიანი რეჟიმი უნდა დასრულდეს. აქ საუბარი იმაზე, რომ აქ ვინმე სკამისთვის იბრძვის, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავინაწილოთ თანამდებობები, არათუ უხერხული, არასერიოზულია. ჩვენ გვაერთიანებს. მოდით არ დაგეთანხმებით ბატონო, რატომ არის არასერიოზული? ის რომ პირველ რიგში საქართველოში ავტორიტარული სისხლიანი რეჟიმი დასრულდეს, წერტილი დაესვას, შეიქმნას ნორმალური რეჟიმი კონსტიტუციური წყობისა, კონსტიტუციის დაცვისა, კანონის უზენაესობისა, თავისუფალი არჩევნებისა, საკუთრების დაცვისა და ამ პირობებში ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ კოალიციებზე, კოალიციურ მთავრობებზე, ახალ არჩევნებზე, გამარჯვებულ გუნდზე, საპარლამენტო უმრავლესობაზე და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანი არის ის, რომ საქართველო გავანთავისუფლოთ სააკაშვილის რეჟიმისგან და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ 21 მაისს. ამას წერტილი დაესმება და მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს მარტო ის მითხარით, რომელიმე თქვენგანმა პარლამენტის თავმჯდომარე ვინ იქნება თქვენი ერთობიდან თუ კი მოხვალთ უმრავლესობაში. შეუძლებელია ასეთი თემები არ გქონდეთ ხო განხილული? მითხარით შტაბის ხელმძღვანელი ხარ. ცოტა რამე გვაცადეთ მომავალი გადაცემებისთვის, ინგა, ყველაფერს დღეს ხო არ ვიდრეთ. ხო, აი ჟურნალისტური სიხარბე დამემართა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, თუმცა მართლა მაინტერესებს და იმედი მაქვს დღევანდელ გადაცემაში ამაზე მაინც მივიღებთ პასუხს, ვინ იქნება უმრავლესობით მოცვლის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე თქვენი. თქვენ უსმენთ გიორგი მოსიძეს, ფიქრია ჩიხაძეს, ეკა ბესელიას და თეო პლაშაძეს. მე ვთხოვ მათ დაიკავონ საკუთარი ადგილები ჩვენს დარბაზში და მე ვიდრე მოვიწევ შემდეგ სტუმრებს, მინდა თქვენთან ერთად გადავავლოთ თვალი ჩვენს ინტერაქტივს. დღეს ჩვენ მქონდა დასმული ასეთი შეკითხვა, მიდიხართ თუ არა არჩევნებზე. საინტერესო პასუხია, ალბათ თქვენთვის იქნება საინტერესო. 91.3 ჩვენი მაყურებლის აცხადებს, რომ იგი მიდის არჩევნებში ხმის მისაცემად. მასზე შემდეგი სტუმრები გუბას სანიკიძე, კოკო კონსტანტინე გამსახურდია, ნიკო ორველაშვილი, ჯონდი ბაღათურია, კახა შარტავა და პაატა დავითაია. მე მას მივესალმები, საღამო მშვიდობისა, ბატონო ჯონდი, საღამო მშვიდობის, როგორ ჯანდებით? დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას რა წარმომადგენლობითი დელეგაციით მოვიდნენ. ქართული დასის დროშა. დიდი მადლობა. გამოსახული ბოლნური ჯვარი და წრეზე განლაგებული 12 8-ქიმიანი ვარსკვლავი. ნიშნად მარადისობისა. აი ღმერთი და სამშობლო არის მარადიული მცნებები. დანარჩენი გუშინ ვინ ვიზე რა თქვა. ვისრო პარტიული ეგოიზმი, სიამაყე. ეს ის ცნებებია, რომელიც ჩვენ უნდა დაგვემარცხებინათ და ღვთისმსხალობით ჩვენ ყველამ ერთად დავამარცხეთ. ძალიან დიდი მადლობა. თუმცა მინდა გითხრათ ცხადია, რომ განცხადება, რომელზეც საუბრობთ, არ იყო მაინც სასიამოვნო განცხადება. მაგრამ არ აუშვებს. რა იყო განცხადება? განცხადება, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არ იყო სწორი განცხადება. სასიამოვნო განცხადება. რას გულისხმობ? ფიქრიას და დავითის იყო ასეთი რამ და ვითამაშოთ და დავმალოთ, რომ ყველაფერი კარგად იყო წარსულში. კონსტანტინე გამსახურდიას უნდა ვთქვი. ირაკლის განცხადება არ იყო სასიამოვნო განცხადება. აჰა, მაგრამ იმიტომ რომ დღეს ოპოზიციაში შეცდომა ყველას გვაქვს დაშვებული ცხოვრებაში. უსტომელი ღმერთია მხოლოდ, არა უშავს. კარგი, მაშინ კონსტანტინე გამსახურდიას დაუსვავ მე შეკითხვას, რომლითაც დაიწყო ჩვენი გადაცემა. გოგა ხაინდრავა სად არის? აი, იქ არის გოგა ხაინდრავა. როდესაც თქვენ და გოგა ხაინდრავა თქვენ კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად გამსახურდიას ვაჟიშვილი და გოგა ხაინდრავა ერთ საარჩევნო სიაში ხართ. ეს ერთგვარ უხერხულობას არ გექმნით? საღამოშვიდობისა ქალბატონო ინგა. საქართველოში 1991 და 1992 წლის მიჯნაზე მოხდა ძალიან მძიმე ამბავი. ეს ამბავი განაგრძობს
ერთგვარ ნეგატიურ მოქმედებას წარსულიდან. ჩვენი მიზანი არის ეს ნეგატიური მოქმედება დავასრულოთ და დავიწყოთ ჭეშმარიტი ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობა. და მე მინდა ერთი რამ გითხრათ კიდევ, რაც ასევე მნიშვნელოვანი. აქ ითქვა ეროვნულ რაღაც აჯანყებებზე ითქვა აქ დიახ, თითქოს იმაზე რომ მოხდება რაღაც კონფრონტაცია შეიარაღებული. მე პირადად ვარ ამ შეიარაღებული კონფრონტაციის მსხვერპლი. მე გავატარე ძალიან ძიმე პირობებში, მე ვიტყოდი ემიგრანტის ძაღლური ცხოვრებით და არა დალხენილი ცხოვრებით 14 წელიწადი უცხოეთში. და ადამიანი ერთსა და იგივე წყალში არასოდეს არ შევა. ამიტომაც მე მოგახსენებთ, რომ ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება არ დაემსგავსოს ბაბილონის გოდოლის მაშენებლებს. გამორიცხულია იქ რაიმე გამარჯვებაზე ლაპარაკი ისე დესტრუქტიულ და საშინელ ძალასთან, როგორიც არის დღევანდელი ხელისუფლება, როდესაც მის წინააღმდეგ გამოვა 12 პარტია. თუ არ ვცდები 12 შედარებით, არა 9 პარტია პლუს კიდევ 3-4 არის, რომელსაც კიდევ რაღაც პოტენცია გააჩნია რა. ის 3-4 შემდეგ იდგებიან ამ ტრიბუნასთან. არ გამაწყვეტინოთ ქალბატონო ინგა, ქალბატონო ინგა ძალიან გთხოვთ არ გამაწყვეტინოთ. შეუძლებელია იქ რაიმე გამარჯვებაზე საუბარი. ამიტომაც აი ჩემი ძირითადი გზავნილი დღეს იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არ გძურს არც ისინი, არ გძურს ნამდვილად და მათთვისაც კარგი გვინდა და მე გავიხსენებ საქართველოს პრეზიდენტის მამაჩემის ზვიად გამსახურდიას ერთ განცხადებას გაკეთებულს 1991 წლის შემოდგომაზე. ჩვენ, რომელიც მან თქვა თავის მოწინააღმდეგეებზე, ჩვენ ისინი ისე უნდა დავამარცხოთ, რომ მათაც ჩვენთან ერთად გაიმარჯვონო. აი ეს უნდა იყოს ჩვენი დევიზი დღევანდელ ხელისუფლებასთან. დიდი მადლობა, მაგრამ ბატონო გუბას რა უყოთ განცხადებებს, რომ ჰალსტუხით გამოვათრებთ, პანგურს ამოვარტყამთ? რა სიტყვით? არა, ეს ახლა პირდაპირ გაგებით ნუ გავიგებ ჩვენ, მაგრამ მე პირდაპირ გაგებით გავიგებ. ხო, მაგრამ პოლიტიკური პანგური იქნება ესა და პოლიტიკურად მოვკიდებთ იმ ჰალსტუხში ხელს და გამოვიყვანთ იქიდან, იმიტომ მათი ადგილი იქ არ არის. ასე პირდაპირად ნუ გავიგებ. ჩვენ ზრდილობიანი ხალხი ვართ, ჩვენ არ გვინდა ის მოხდეს ქვეყანაში, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ მოახდინა, ჩვენ ამისთვის არა ვართ მოსული პოლიტიკაში. მე ერთი რამის თქმა მინდა ქალბატონო ინგა. ჩვენს გაერთიანებაში არიან ადამიანები უკვე, რომლებიც რამოდენიმე წელი და ძალიან დიდი ხანი არიან და ვართ პოლიტიკაში. პოლიტიკოსის მთავარი ნიშან-თვისება იცით რა არის? პოლიტიკოსმა მარტო გამარჯვებები არ უნდა ნახოს. პოლიტიკოსმა უნდა გადაიტანოს მარცხიც. და აი ჩემ მეგობრებთან ერთად, ვინც დარბაზში სხედან, ჩემ მეგობრებთან ერთად, ვისთანაც ერთად დგავარ ახლა, ჩვენ დიდი მარცხი გადავიტანეთ. დიდი მარცხი გადავიტანეთ, მაგრამ დავრჩით ადამიანებად, დავრჩით ქართველებად და დავრჩით ამ ქვეყნის მოქალაქეებად. ამიტომ ჩვენი პასუხისგებლობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე დღევანდელი ნაცმოძრაობა. კარგით, მაგრამ როდესაც არის პასუხისმგებლობებზე მუდმივად საუბარი და ჩვენ ჟურნალისტის სულ კითხვას რას მთავაზობ? აი ნიკო ორველაშვილს მინდა დაუსვა კითხვა. ქვეყანა, რომელიც ამ წუთას თქვათ გამარჯვებული საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი თავიდანვე აი ამ ტრიბუნასთან როდესაც ის იდგა ამბობდა რომ სლოგანი იყო ერთიანი საქართველოს სიღარიბის გარეშე. ქვეყანა, რომელსაც აქვს მუდმივად მილიონი სამუშაო ადგილის პრობლემა, მუდმივად ეკონომიკის პრობლემა ასე შემდეგ. კონკრეტულად მოკლედ მითხარით, აი თქვენ გაქვთ ამბიცია რომ მოხვიდეთ ხელისუფლებაში. როგორ გამოსავალს რაში ხედავთ? დიდი მადლობა, არ ველოდი, მაგრამ რას არ ველოდით, რომ ამ კითხვას დაგისვათ? კი, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს კითხვა თქვენ ფიქრობთ, რომ მე ნიკო ორველაშვილს ეკონომიკაზე არ დაუსვავდი შეკითხვას? კარგი, რაკი დამშვით პასუხს მოგახსენებთ. პირველი, საქართველოს სიღარიბის გარეშე. ეს ლოზუნგი გამოიყენება სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც რეალურად ხელისუფლებას ხალხი და მათი სიღარიბე არაფრად არ აღებებს. მიშა სააკაშვილს ეს ლოზუნგი ჩამოუტანა გრინბერგის საკონსულტაციო კომპანიამ, რომელმაც ეს წარმატებით გამოიყენა რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში. გადამთავრდა ეს 50 დღე, ახლა გამოვიდა სულ რამდენიმე დღის წინ მიშა სააკაშვილი და ხო რა თქმა უნდა ახლა ბოლომდე ვერ აღმოფხერითო, არც მაგისეთი გულუფრთხილოები ვიყავითო, მაგრამ ისა სიტყვის მასალად. არადა, რაც შემოგთავაზა დღეს, მთელი მაჟორიტარული ფრონტის სიმძიმე კისერზე დაადო ბიზნესმენებს. რა გამოდის ახლა ნებისმიერი მათგანის მე აი გულით მეტირება, იმიტომ ბევრს ვიცნობ და შევდივარ მათ მდგომარეობაში.
იმის მაგიერ თავის საქმეს აკეთებდეს ეს ხალხი. იმის მაგიერ ასაქმებდეს, რეალურ სამუშაო ადგილებს ქმნიდეს, პროდუქციას ქმნიდეს და უზრუნველყოფდეს უამრავ ოჯახს სტაბილური შემოსავლით. იძულებული არიან დღეს ჩაებან პოლიტიკოსებთან ბრძოლაში. ანუ რა გამოვიდა ბიზნესმენებს აქამდე მარტო ხარკი ედოთ კისერზე. ახლა ხარკი არ აკმარეს კიდე. ქსერცხეს დაქირავებული ჯარებივით გამორეკეს პოლიტიკურ არენაზე საუბრად. და რა გამოდის ახლა მიშა სააკაშვილის საქციელიდან ავიმაყარი ხინსაც დააკლდა და ჭირსაცო. ამ საცოდავ ბიზნესმენებს თავისი საქმეც უნდა დაუშალოს. ქართულ პოლიტიკას რა შეძენენ, აგერ ახარ და ცოტა ხანში ნახავთ და თავარი რა გამოდის. პოლიტიკური არენიდან უნდა მიშა სააკაშვილმა გააძევოს პოლიტიკოსები ბიზნესმენების დახმარებით. მთელი უკუღმართობა მთელი უკუღმართობა ცხადია. რას გავაკეთებ ჩვენ, ხო? პირველ რიგში ძალიან მოკლედ. პირველი, საქართველოს დღეს რა ჭირს? მიშა სააკაშვილიდან ნაცმოძრაობა მაჯლაჯუნასავით აწევს ყველა სფეროს უკლებლივ. იქნება ეს კულტურა, ეკონომიკა, პოლიტიკა, დღეს მოგეხსენებათ სისხლის სამართლის ადვოკატები ფიცებიან. ბატონიკო, მე კითხე ეკონომიკაზე, ქვეყანა რომელსაც აქვს სულ ეს პრობლემა. მოკლედ, თორე ამ საარჩევნო პროგრამაზე ძალიან დიდი დებატები იქნება. ნუ გაყოფთ ნუ რას დროს ეკონომიკას პოლიტიკისგან. ეს იგივეა ცხვირში ხელი მოგიჭირონ და გითხრან ღმართის უნთქევ. არ შეიძლება. არ შეიძლება. გითხარით სააკაშვილი მაჯლაჯუნასავით აწევს ყველა ბიზნესს და კიდე ერთხელ გეტყვით მიშას მეორე მიშა მაჭავარიანს 60-ამასინად პარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენ ახლა ლოზუნგი გვექნება რაც შენია შენიაო. აქამდე ლოზუნგი გქონდათ რაც თქვენია ჩვენია წაართვეს ყველას. ახლა ყველას ყველაფერი წაართვეს დასთმევი არაფერი დარჩა. ახლა გაახსენდათ ახალი ლოზუნგი რაც ჩვენია ჩვენია. ну სათავისოდ. ამიტომ ამისგან ტერორიზმგან იქნება დაცული. სააკაშვილის ხელისუფლების ორი საფირმო ნიშანი, სიყალბე და ძალადობა. იქნება აღმოფხვრილი და ამის მერე ცხვირზე ხელს რო გაგიშვებენ, სუნთქვას დაიწყებს ბიზნესი, გლეხიც, მუშაც და დიდი მადლობა. აი ეს იყო ნიკო ორმამაშვილი, მე მინდა კახა ჩარტავას და ბატონ ბატა დავითაიას დაუსვა. მოკლედ უნდა მიპასუხოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი ყავს მოსაწვევი ამ ტრიბუნასთან. თავარი გზავნილი თქვენი, რასაც იტყოდით ახლა? საქართველოს უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მთლიანობა, სამართლიანობა, თავისუფლება, ეროვნულობა და ურთიერთობის ერთმანეთთან დამოკიდებულობის ის ტრადიცია და ის ყაიდა აღდგენილი გაკეთილშობილებული ნიკო ორველაშვილს ჰქონდა ერთ-ერთ შეფასებაში საგრძელოს გავსო, ერთი წუთით საგრძელოს გავსო, სიგარების პროგრამაზე ლაპარაკობთ, ეხლა თქვენი ლოზუნგი საგრძელოს ხომალდა. საგრძელოში ვამბობთ ჩვენ სიმართლეს. ის ადამიანები, ვინც გულწრფელები ვართ და როცა ზარხოში მოგვაშორებს ხოლმე სიცრუეს, სიყალბეს, ეშმაკობას და რაც ზედნაშენია, მაშინ ვართ ხოლმე გულწრფელები და ამიტომ არის საგრძელოში თავისებური სიმდიდრე, რომელზეც ჩვენ მიგვითითებდნენ ხშირად, მათ შორის მისმა უწმინდესობამ გითხრა, რომ ქართულ სუფრაში და საგრძელოშიც არის თავისებური სიმდიდრე და ტრადიცია. ამიტომ ასე გამოითქმის თითქოს და ის რაც ზოგადი და ზერელე გვეჩვენება, სწორედ ის თუ არ გავაკეთეთ და რის გაკეთება ძნელია, მაშინ ის კონკრეტული საკითხები არ გვარდება. თუ არ ვლაპარაკობთ კაცობაზე, ურთიერთობაზე, პატივისცემაზე, ეროვნულობაზე, მერე აღარ გვარდება ის პრობლემები, რასაც ქვია სამართალი, რასაც ქვია ეკონომიკა, რასაც ქვია სოფლის მეურნეობა, განათლება და ასე შემდეგ. ის რაც ზოგადია უნდა იქცეს კონკრეტულად, ამას გაკეთება უნდა და ამის გასაკეთებლად შეიკრიბნენ ეს ადამიანები და ამიტომ თქვენს საქართველოს უპირველეს ყოვლისა ასე იქნება ეს. მე კი ბატონ ბატას უნდა ვთხოვო მხოლოდ ერთ წუთში თქვენი მთავარი გზავნილი და მინდა თქვენ გთხოვოთ დააფიქსიროთ თქვენი ხელმოწერა აი ამ ერთობაზე თუ შეიძლება ბატონო ნიკო გისმენთ. მთავარი გზავნილი არის ერთი რომ ერთობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენი ერთობით, ჩვენი ყველას ერთად გომით ჩვენ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, იმიტომ რომ ქაბაზონინგა დღეს თქვენ ბევრს დაუსვით კითხვა, სად იყრით კენსო? აი ეს კითხვა რო არ დამისვას, მინდა ვთქვა რომ მე კენჭი უნდა ვიყარო აფხაზეთში და ჩვენ ერთობით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალი და მე უნდა ვიყარო ესე ჩადღეგრძელოს გავს. არა. კარგი. ძალიან დიდი მადლობა სოფო ნიკოლაიშვილს და მიშა ფეიქრიშვილს. მე ხა გადავცემ სიტყვას, ვიდრე ჩვენი სტუმრები მოაწერენ აქ. სოფოს ვიცი რომ ჯონდი ბაღათურიასთან ქონდა რაღაც კონკრეტული შეკითხვა. მოდით ერთი-ორი შეკითხვა თქვენი მხრიდან და მე შემდეგ წყვილებს მოვიწევ სტუდიაში. ჯონდი ბაღათურიას დავუსვა. ბატონ ჯონდი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში აცხადებდა რომ უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგება. ეს ასე იქნება თუ არა? ეს არის აუცილებელი, ასე ვთქვათ, ჩადებული თქვენს სამწუხაროდ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა შექმნა გარდაუვალი აუცილებლობა, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება. ეს იქნება ღირსეული პასუხი, ღირსეული ერის
იმ ძალადობაზე, უსინდისობაზე, ფურდობაზე, ჩაგვრაზე 7 ნოემბრის მოვლენებზე და ყველა ანუ პირველი იქნება ეს რომ სოფო რასაც გეკითხებოდა რომ იმპიჩმენტის საკითხი ამაში ყველანი ერთიანი ხართ თუ ეს თქვენი კონკრეტული ყველანი ერთიანი მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს განვიხილავთ როგორც მეორე ტურს ჩვენ მივიდივართ რევანშზე ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და ჩვენ ქვეყანა უნდა გავანთავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ეს არის დღეს ქალბატონო ინგა მინდა დავამატო რა პარლამენტში პირველი რაც შეიქმნება ეს იქნება 7 ნოემბრის საგამოძიებო კომისია და თუ აქ ვინმე ზის ისეთი რომელიც ეს არ არის იმპიჩმენტის საფუძველი მაშინ ხელი აწიოს და თქვა 7 ნოემბერი ეს არის სააკაშვილის დამთავრების ვადა აი ეს კომისია დაამთავრებს კარგი დიდი მადლობა მიშას გადავცემთ ახლა მიკროფონს მიშა იმპიჩმენტისა ბატონი კონსტანტინე ამავე დროს რამოდენიმე დღის წინ საუბრობდა და ასეთ განცხადებას აკეთებდა რომ საქართველოში არასდროს არ მომხდარა ბოლო წლებში რევოლუცია ეს მხოლოდ კარის გადატრიალება იყო ის რაც მოხდა და რევოლუცია წინ არის ესეც ერთგვარი მოწოდება არის ბატონი კონსტანტინე თქვენი მხრიდან მე ვიმეორებ რომ არავით არის პუტჩი არავით არის სისხლისღვრა საქართველოში მეტი აღარ უნდა მოხდეს და ეს არის ჩემი კატეგორიული ასე ვთქვათ განაცხადი და ჩვენ ავაშენებთ სახელმწიფოს რომლის ხერხემალი არ იქნება ვანო მერაბიშვილი რომლის ბედსაც არ გადაწყვეტენ ისეთი სასაშიში და ბნელით მოცული ფიგურები როგორებიც არიან ახალაია და კოდუა და ჩვენ არა ვართ ის ადამიანები რომლებიც ქართველებს ვცემთ ხელკეტებით და გაუმასპინძლდებით სხვადასხვა გაზეთით. დიდი მადლობა. ჯონდი ბაღათურია, კონსტანტინე გამსახურდია, ბუბა სანიკიძე, პაატა დავითაია, კახა შარტავა და ნიკო ორველაშვილი. მე გთხოვ დაიკავო თქვენი ადგილები რეკლამის შემდეგ. ორი სიტყვა ქუთაისს მინდა მივმართო რა. როგორც მაჟორიტარმა ქუთაისში. ქუთაისში მივდივარ მე ჩემს ქუთაისში მაჟორიტარად. მოკლედ ძვირფასო ქუთათურებო. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ძველი დიდება ჩვენი ქალაქის. ჩემ მეგობრებთან ერთად და დანარჩენ საქართველოსთან ერთად. დიდი მადლობა. თქვენ სადაპირებთ მაჟორიტარობას. მოკლედ, უნდა მიპასუხოთ თქვენ შემდეგ სტუმრები ყავს კიდევ ბევრი, ხო? რომ სამწუხაროდ პოლიტიკურ დაპირისპირებას პირველი თხრის გავარდნა უკვე მოყვა და პირველი პოლიტიკური მკვლელობა მოხდა. ეს მოხდა სტეფანწმინდაში, სადაც მოქალაქეთა კავშირის მმართველი პარტიის კოორდინატორმა გაგიცდათ ხუმრობა. არა, ეს სახუმარო არ არის, არა, როდესაც მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი იქაური ლიდერი, ჩვენი შტაბის წევრი დავით ჩქარეული, ეს არის ვაჟკაცი ბიჭი, ეს იყო ჩემი პირადად მეგობარი, ჩვენი შტაბის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც პრაქტიკულად კლელი დაჭერილია თუ არა? კლელი დაჭერილია, კი, მაგრამ მე ვამბობ, რომ ის კლელი სხვათა შორის მინდა გითხრა, ისიც არის მსხვერპლი. იმიტომ როცა სინთვალეში ეს ესროდა თქვენს ამბობდა ესეთ სიტყვებს, რომ თქვენ მე დამღუპეთ. იმიტომ რომ ყველა კოორდინატორი ვინც წააგვარჩევენ და ყაზბეგში სწორედ წააგეს ნაციონალური არჩევნები, შემდგომში გახდნენ რეპრესიების მსხვერპლი. მაშასე საქართველოს უპირველეს ყოვლისა აცხადებს გაერთიანებული ოპოზიცია, მათი სლოგანი არ იცვლება, მე შეგახსენებ ჩვენი ინტერაქტივია. მიდიხართ თუ არა არჩევნებზე, იღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, 92%-მდე ჩვენი მაყურებლის აცხადებს, რომ ის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რეკლამის შემდეგ ბრუნდებით, გადაცემის სულ ბოლო ბლოკით და ბოლო წყვილებით დაბელოდეთ არ გადარჩეთ. მაშასე ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში გადაცემის სულ ბოლო ბლოკით ძალიან ისეთი დიდი აპლოდისმენტებით ჩვენი ინტერაქტივი შეკითხვა მიდიხართ თუ არა საპარლამენტო არჩევნებზე რომელიც ტარდება 21 მაისს როგორი არის პასუხები თუ არ ვწდები მაყურებლის 92% ამბობს რომ მას აქვს გადაწყვეტილი რომ იგი მიდის ამ საპარლამენტო არჩევნებზე 91.9%. ოპოზიციას ეროვნულ საბჭოს და რატომ გონიათ რომ მაინც და მაინც თქვენთვის სასარგებლოდ ბატონო კობა არის მის თქვენი ხმა მაინც და მაინც თქვენთვის სასარგებლოდ უნდა გადანაწილდეს ეს ხმები როცა თქვენ ლაპარაკობთ ერთობაზე ერთმანეთის მხარდაჭერაზე და ასე შემდეგ სულ ცოტა ხნის წინ გავხდით სერიოზული სკანდალის მოწმეები გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა როდესაც მიატოვეს ირაკლი ოქრუაშვილის პარტია ისე ოქრუაშვილის თემა ძალიან აქტუალურია რაღაც ამ გადაცემაში თუმცა ამას ვერაფრით ვერ გავექცევით გია თორთლაძე, კოკა გუნცაძე და გია ცაგარეიშვილი არიან ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმრები როგორ ხართ საღამომშვიდობის ხო მე
იმდენი ხართ, რომ ცოტა დავიღალე. ჯერ სადახართ კიდე იქ რამდენი არის? რატომ გონიათ, რატომ გიხარიათ, როდესაც ვაცხადებთ, რომ 91.9 მაყურებლისა მიდის არჩევნებზე. კოკა გუნცაძეს დაუსავ ამ შეკითხვას. რატომ გონიათ, რომ ეს ადამიანები მაინც და მაინც თქვენ მოგცემენ ხმას? მოგესალმებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში არის საგანგებო სიტუაცია, საგანგებო ვითარება, განსაკუთრებული ვითარება შექმნილი და პოლიტიკური სიტუაცია შეიძლება შეფასდეს ასე. არის მკვეთრი წყალგამყოფი გავლებული, ერთ მხარეზეა ხელისუფლება, მეორე მხარეზეა დანარჩენი საზოგადოება, მეორე მხარეზეა ხალხი. დღეს ეს არჩევნები არ არის კლასიკური არჩევნები, დღეს ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, სადაც ხალხი უპირისპირდება ხელისუფლებას. ეს არის ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც უთუოდ და ამის წარსულის პრეცედენტები ჩვენ გვაქვს, დამსრულდება ხალხის გამარჯვებით. როდესაც ხალხი აცხადებს, როდესაც საზოგადოება მზად არის მოვიდეს და გააკეთოს არჩევანი, ცხადია ამ ვითარებაში ის გააკეთებს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ამ არჩევანს. ბუნებრივია ეს არის ალბათ აი ამ ფსიქოლოგიის მიზეზი და მე იცით რა მინდა გკითხოთ, აი როდესაც არის საუბარი განცხადებები ერთიანობაზე, რომ ჩვენ აი დიდი საქმისთვის ვართ მზად რომ დავივიწყოთ ყველაფერი. სულ ცოტა ხნის წინ თქვენს დატოვეთ ოქროშვილის პარტიას, ხო ჩვენს მანამდე დატოვეთ ახალი მემარჯვენეები და დღეს ბედისწერა საარჩევნო ბედისწერა ისევ ერთად შეგხარათ, როგორც აღმოჩნდა. კარგით, მე მინდა ასეთი კითხვა დაუსვა გია ცაგარეიშვილს. რატომ უნდა დაგიჯეროთ, რომ ხართ ერთიანები, რომ არ იბრძვით სკამებისთვის, ორიოდე კვირის წინ ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ისეთი რადიკალური განცხადებები თქვენი და ოქროშვილის პარტიის წარმომადგენელთა ერთმანეთის მისამართით. მე მგონი გასულმა პერიოდმა ყველას დაუმტკიცა ის, რომ ჩვენ არ ვიბრძვით სკამებისთვის. 8 თვეა უკვე. რითი დაუმტკიცა უკვე? ჩვენი თავდადებით. იმით რომ ჩვენ ერთად ვართ აქ. და ერთად ვიქნებით ბოლომდე. არა აქ ამას მნიშვნელობა ვისად მიდის, ვისად მოდის. ხდება ცხოვრებაში, მათ შორის პოლიტიკურ ცხოვრებაში დგება ის წუთები, როცა შენ რაღაცას თავიდან იწყებ, რაღაცას თავიდან გააზრება გიწევს, მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ დღეს ჩვენ ერთ დარბაზში ვართ, მე კოკა. კი, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ დაგიჯეროთ. მე მინდა თქვათ ერთ-ერთ რიგით ამომრჩევას დავიჯერო, მაგრამ მახსენდება რომ ცოტა ხნის წინ სერიოზული სკანდალი მოხდა. ასეთი ადვილი არ არის, როცა პარტიას ტოვებენ, სულ რაღაც 2 კვირის წინ, შემდეგ 2 კვირის შემდეგ ეთერით ამტკიცებენ რომ ერთიანები არიან. მე მინდა დაგარწმუნოთ რომ ირაკლი ოქროშვილი აქ ყოფილიყო საქართველოში, ახლა იდგებოდა აქ ჩვენთან ერთად. და ეს იქნებოდა სიმბოლო ჩვენი ერთიანობისა. მე მაშინ დარწმუნებული. კარგი, გია თორფლაძეს მინდა ვკითხო. არ ხართ ეხლა მაინც გულწრფელობის ხასიათზე და არ იტყვით რატომ დატოვეთ პარტია? მე ასაჯერ ვთქვი რატომ დავტოვე პარტია. შევასრულე ის ფუნქცია, რა ფუნქციაც მე თავის დროზე ავიღე, პარტიის თავმჯდომარის ფუნქცია. ამ პერიოდში ირაკლი ოქროშვილი იყო დაპატიმრებული, მე უბრალოდ მიკვირს, ამიტომ ბევრჯერ მიხდება ამის ერთ და იგივე. არა, ბევრჯერ მიხდებათ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კითხვები, რომელიც არსებობს ეს კითხვები. არა, მე ჩვენ გვაქვს ჩვენი რეაქცია და იმედია ყოველთვის გვექნება. თუ მაცდით მოგიყვებით. ხო, რაც შეეხება იმას, იმ ფუნქციას მე როგორ გავართვი თავი, მე ვფიქრობ ნორმალურად, იმიტომ რომ ჩავატარეთ ყრილობა, შეიქმნა რეგიონული ქალაქის ორგანიზაციები და ასე შემდეგ. მიზეზი რის გამოც დატოვეთ პარტია? არა, მე არ გეკითხებით, რატომ წახვედით საორგანიზაციო თანამდებობებიდან? პარტიიდან რატომ წახვედით? პარტიიდან წავედი იმიტომ, რომ ჩემი ასე ვთქვათ, შესაძლებლობები ჩავთვალე ამოწურულად, ირაკლი ოქროშვილი არის თავისუფლად, მას შეუძლია თქვენ გაგახსენებთ, ჩვენგან კი არა, გარეთ არის პარიზში, აქ კომუნიკაციის მშვენიერი საშუალებები, მას შეუძლია თითოეულ ხელმძღვანელობის პარტიას. ლენინი 21 წლამდე 17 წელში ხელმძღვანელობდა პარტიას შვეიცარიიდან, არაფერი არ არსებობდა წერილით და ეხლა ინტერნეტია, ყველაფერია, ტელეფონია და ოქროშვილი მართალ თავისუფლად ეს ხო ამ დათქმით თქვენ არა? მაგრამ თქვენი ხავით მისი სახეები, კოკა იყო მისი სახე, დია იყო მისი სახე, პარტიის პრეზენტაციაზე იდექით ჩამწკრივებულები და მაშინაც ერთიანობაზე საუბრობდნენ. მე ყოველთვის ვცდილობ რომ იყო ჩემი ქვეყნის სახე. მე ადამიანების სახე არა. კი, მაგრამ თქვენი ხავით თავის დროზე სააკაშვილის სახეც, როდესაც მას ეპატიჟებოდით, რომელი მთის მანჯარაზე და სამწუხაროა რომ არ გამოვიდა, იმიტომ რომ მასი ასაყვანად გეგმავდით სააკაშვილის საყვანას. გეგმავდი და დაწმუნებული ვარ, ბევრად უფრო სუფთა, ბევრად უფრო პატრიოტსა და წესიერი იქნებოდა ვიდრე აუსულელი სააკაშვილი. და დარჩა სამწუხაროდ ესე მოხდა. კარგი, გია ცაგარეიშვილი ითხოვს სიტყვას, რა გინდათ? მოგახსენებთ, რაც მინდა. იცით რა არის, მე მგონი არავის არ დავიწყებია 25 სექტემბრის ცნობილი გამოსვლა ირაკლის, ჩვენ ერთად ვიყავით იმ დღეს, შემდეგ იყო
თქვენთან სტუდიაში. ღია ეთერში. ღია ეთერში. მე მგონი ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ძალიან დიდი სითამამე იყო, საჭირო საერთოდ საკუთარ ღირსებებზე საუბარი მე ძალიან მიჭირს და ჩემი მეგობრების ღირსებებზე, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო. უამრავი ადამიანი, უამრავმა ადამიანმა უпроსტოდ ვერც კი გაბედა ირაკლი ოქროშვიდან გვერდზე დადგომა. ჩვენ დავდექით მის გვერდზე და ვიდექით მის გვერდზე. არა, თული კითხვა არ არის. არ არის თული კითხვა, საკმაოდ ადვილი კითხვა არის. ჩვენ ვიყავით იქ, სადაც ჩვენ საჭიროს ჩვენ ქვეყანას მჭირდებოდა, ვიყავით მის გვერდზე. ჩვენ ერთად გავაკეთეთ ეს განაცხადი, ძალიან ხმამაღალი, ძალიან გამბედავი და მე მგონი ყველა ადამიანი ამ სტუდიაში მსხვდომი გამერწმუნება, რომ სწორედ ირაკლის განცხადებების შემდეგ დაიწყო საერთო სახალხო მოძრაობა, რომელიც დღესაც გრძელდება და მე გარწმუნებთ. ეს გამარჯვებით დამთავრდება ეს მოძრაობა. ისე ყველა სახსენდება, ხოლმე თქვენი ძველი თვალები ეკახოფერიასთან მე ჩემი ემოციების ამსხვენია. ეთერში გაგვეხსენებინა როგორი ტირა გია ცაგარეიშვილმა. სააკაშვილმა ეთქობა ნიშადურის სპირტი დაყნოსა და შემდეგ იტირა იქ. იქ არა ესე იყო ნამდვილად მე დარწმუნებული ვარ ამაში მას სახეობის ძალიან დიდი ნიჭი აქვს და მე ჩემი ემოციების ამსხვენია. ამსხვენია მე აბსოლუტურად ადამიანი ვარ და რა ვიცი, ეს იმას კითხეთ იმ ადამიანს, ვისაც არასდროს არაფერზე ერთი კუმპალიც რემლი არ გადმოვარდნია და რა ვიცი ეს ადამიანები ისე ცხოვრობენ, რომ მათ ცხოვრებაში ესეთი მომენტი არ არის. მოსული წინა საარჩევნო და თქვენ ფიქრობთ, რომ წინა საარჩევნოთ ეს კითხვები არ უნდა დამისვან? თუმცა ამ კითხვებს ერთიანები რატომ წამოხვედი? ხო და მინდა გავხსენოთ ძალიან მაჟორიტარობის კანდიდატი გია თორთვაძე რა ძალიან აღშფოთებული ვარ დღეს და ვარ აღშფოთებული ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის გამო. მე ვარ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ვინ რომელ პარტიიდან დატოვა პარტია გადავიდა ერთობა არის, ერთობა არ დაშლილა, მაგრამ ჩვენ რომ ვიწმუნოთ ეს ერთობა ჩვენ ყრილობაზე დავთქვით ესე. ოქროაშვილი სანამ არის დაბატიმრებული ჩვენ ვართ, მე ვარ თავმჯდომარე, როგორც კი გამოვა ის ჩაუდგება პარტიას და მოხდა ესე. ეხლა გადავიდეთ იმაზე რატომაც ვარ აღშფოთებული. ესე იგი ქვეყანაში სადაც ხელისუფლება ახალგაზრდებს უნდა მოუწოდებდეს, რომ ახალგაზრდები ჩაერთონ არჩევნებში. ახალგაზრდები იყვნენ მზადყოფნაში, ახალგაზრდები იყვნენ პოლიტიკურად აქტიურები, ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ თქვენ მეგობრებს, დაპატიმრებულ, დაჭერილ მეგობრებს გამოუშვათ, რომელზეც იზახოდნენ, რომ ესენი დავტნენ ციხეში. და არ გამოვიდნენ იმ ციხიდან. იმ მეგობრებს გამოუშვათ, თუ შეაგროვებთ 2000 ხელმოწერას, ამას ადრე პატვისკა ერქვა კომუნისტების დროს, ამას თუ შეაგროვებთ ამ 2000 ხელმოწერას და თქვენ არ წახვალთ არჩევნებზე. იმ 2000 კაცთან არავინ არ მოწა. გესმით რა ხდება ქვეყანაში? საინტერესო კი არა, ეს ის თემა საქართველოს. ნაციონალურ მოძრაობას როცა მათი პრეზენტაცია იქნება ამ მე გეუბნებით. სრული პასუხისგებლობით. თელ საქართველოში ეს არ არის თბილისში მარტო. მათ შორის ჩემ რაიონში გროვდება ხელმოწერები, რომ ოჯახის წევრები, ის ხალხი, ვისაც ხელმოწერებს ოჯახი, ის მეგობრები მათი გარანტიას იძლევენ, რომ არჩევნებზე არ წავიდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება? ეს არის კატასტროფა, ქვეყანაში ეს არის სამარცხვინო. სამარცხვინო ისინი იქნებიან აქ, მანამდე კი მინდა გთხოვოთ, ხელმოწერით დააფიქსიროთ თქვენი ერთიანობა. ბატონო გია გთხოვთ. თქვენ უსმენთ გია თორთვაძეს, ხოყა ბუნცაძეს და გია ცაგარეიშვილს გისმენთ? ეს რამეს დავამატებ, არ შემიძლია რომ დავამატო. მე მინდა მოუწოდო ყველა მაჟორიტარს. არა, ყველა მაჟორიტარს, მათ შორის მათაც, თუც არაფერს უწოდებ. ესე იგი, პარლამენტი არ არის სარემონტო კანტორა. პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო და დროს მოდიან პარლამენტში. სახურაებს დასვაც კი მოაგებენ. მოვიდნენ და თავიანთი პროგრამები თქვა, როგორ ხედავენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სოციალურ პროგრამას როგორ უყურებენ, ეკონომიურ პროგრამას როგორ ხედავენ. და არა სარემონტო. სარემონტო სამუშაოებით უნდა იყოს დაკავებული უგულავა, რომელიც დაკავებული არის სხვა საქმეებით, ბევრიც გარდა სარემონტოთი და სახურაები უნდა გადახუროს უგულავა. და არა მაჟორიტარებმა, რომლებიც მას არ იციან სხვა საქმეს. მე იმიტომ რომ ეს ხალხი მოვა და ეს ხალხი ვერ გაართმევს თავს იმ ამბავს მთაწმინდაზე არის ეს ხალხი კანონებს ვერ დაწეს იმიტომ რომ გონიათ რომ უნდა მოუშალეს წარმატებები მინდა გისურვოთ ძალიან დიდი მადლობა თქვენ უსმენდით გია ცაგარეიშვილს ხოყა ბუნცაძეს და ეხლა გია თორთვაძე აფიქსირებს საკუთარ ხელმოწერას ძალიან დიდი მადლობა გია წარმატებებს გისურვებთ და მე მინდა რომ აი ამ ტრიბუნასთან მოვიწვიო უკვე სულ ბოლოს სტუმრები ამ ბლოკში მამუკა კაციტაძე ნინო ბურდული, ირაკლი იაშვილი, დავით საგანელიძე, მანანა ნაჭყებია, მანანა დუმბაძე და ნათელა მაჭავარიანი სამშვიდობის ასევე დაქო კერესელიძე სამშვიდობის ძალიან დიდი მადლობა.
ნამდვილად უნდა ვთქვათ. ბატონო, მიკროფონი რა? გადაცემა ძალიან მეშინია და ეხლავე უნდა ჩამოვართვათ ვინმეს პირობამ რა არავინ არ არის. არ დაგაბედონ ამ გადაცემის ბაშა. არა, ეს გადაცემა არ დაიხურება და მე გეტყვით უფრო მეცაც, ეს გადაცემა დაეთმობა ასევე წინა საარჩევნო პრეზენტაციისთვის ყველა წამყვან პოლიტიკურ პარტიას ასეთივე პრეზენტაციას მოვწყობ, თუმცა კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ პოლიტიკური პარტია აქ არის. ნახოთ. ამაზე შეიძლება თქვენმა ოპონენტებმა ბევრი იდაო. ერთს დავაფიქსირებ, რომ ყველა პარტიას ჩვენ თავაზობ თავადვე განსაზღვროთ, როგორ ურჩევნიათ პრეზენტაცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს იყო ლევან გაჩეჩილაძის იდეა. სხვათა შორის ბევრი ვიომეთ, რაღაცეებში არ ვეთანხმებოდით, მაგრამ საბოლოოდ ვფიქრობთ, რომ ბატონო ლევან, ამ შემთხვევაში თუ უმუშევარი როდესმე დარჩებით, მე პროდიუსერობას შემოგთავაზებდი. დიდი მადლობა. კარგი. დიდი მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინეთ. აუცილებლად. დავიწყოთ. მამუკა კაციტაძე დაიწყებს იმედია, მე მინდა დავსვა ბოლოს ერთი ასეთი კითხვა, ვიდრე აქეთა ფლაგს დაუსვამდე შეკითხვას. რა სიტყვით, რამდენად გათვლიდით თუნდაც 9 წლის წინ, რომ თქვენ შესაძლებელია აი ამ ერთობის წევრი ყოფილიყავით? მოგესალმებით, ინგა. და ხარება გადაიზარდა საეკლესიო დღესასწაული ხარება გადაიზარდა პოლიტიკურ ხარებაში საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, რაც აი ამ ერთობით დაფიქსირდა დღევანდელ დღეს. და წეგან თქვენ კითხვას სვამდით, რატომ უნდა დაგიჭიროთ თქვენ მხარი მოსახლეობამ. ეხლა მე რო აქ მოკლედ გითხრათ, თქვენ მეტყვით რომ სადღეგრძელოს ამბობთო, ვცლად პროგრამა გაჩუქეთ, მე თქვენ თავის დროზე დავით გამყრელიძის და თქვენ ვიცი რომ ლევან გაჩეჩილაძის პროგრამაც გაქვს. კი, იქ წერია დაწვრილებით რატომ უნდა მოგცენ, რატომ უნდა დაგვიჭირონ მხარი და რაც შეეხება უფრო მოკლედ, მხარი იმიტომ უნდა დაგვიჭიროს მოსახლეობამ, რომ ძალა ერთობაშია. ეს სააკაშვილის მოგონილი კი არ არის გერბს რომ მიაწერა. ეს არის ქართული ძალის მაჩვენებელი შეგონება. რომ ძალა ერთობაშია და მე მინდა ერთი რამ თქვა, დაკვეთა მოსახლეობის, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს. დაკვეთა მოსახლეობის, რომ ჩვენ ვიყოთ ერთად, ჩვენ დღეს შევასრულეთ. ეხლა არჩევანი არის თქვენზე. მე ახლა გამოვარჩევდი ნინოს და დაუსვავ მას შეკითხვას. წახვედი პოლიტიკაში? ანუ, როდესაც ადამიანი მიდის, უпростоრედ გამოდის რაღაც პერიოდის განმავლობაში ცნობილი, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენელი აფიქსირებს თავის პოზიციას და შემდეგ უეცრად იგიც აღმოჩნდება საარჩევნო სიაში. თქვენს დეპუტატობა გინდათ? თქვენს სავარძლები ხიბლად? გითხრათ, მე ჩემი მსახიობური კარიერა არ დამიმთავრებია და ძალიან ბევრი რამ მელის. ისე იქ ძალიან დიდი სცენა გექნებათ პარლამენტში თუ მოხდებით? იქ მე კარიერის გაკეთებას არ ვაპირებ. მაგრამ იბრძვით ზოგიერთი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, მე იქ კონკრეტული საქმისთვის მოვდივარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მე იმ რამდენიმე პუნქტს პროგრამა მინიმუმს მაინც შევასრულებ, რაც დაგეგმილი მაქვს, თუ მოვხდი, რა თქმა უნდა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაერთიანება აუცილებლად მოხდება პარლამენტში. უმრავლესობით. კარგი. არავინ არ ხდება და მე მინდა ეხლა თქვენ დაგისვათ შეკითხვა. დათო საგანელიძეს მინდა ვთხოვო იყოს გულწრფელი, ვინ წარმოგიდგენიათ? აი ამბობთ რომ არ ვიცითო, ამბობთ რომ კანდიდატურებზე არ ვართ შეთანხმებული. ვინ წარმოუდგენია დათო საგანელიძეს ამ გაერთიანების უმრავლესობაში მოსვლის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარედ? თქვენი ერთი ადამიანის მოსაზრება მაინც. ნებისმიერ. არა, ერთი უნდა. მართლა გეუბნებით, ნებისმიერ. და ამას ვამბობ მართლა გულწრფელად, იმიტომ რომ ერთ რამეს გეტყვი, ინგა რომ ეხლა შეიძლება ბევრისთვის, ჩემი ახლობლებისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მე თუნდაც ვიშიმშილებდი. რომ თუნდაც მე შეიძლება გადამელახა ჩემი პოლიტიკური ხედვა, ჩემი რაღაც გარკვეული ისეთი პოზიცია და მე თქვა რომ აი ყველა აბსოლუტურად განსხვავებული, შეიძლება დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური ძალები დღეს ასე გავერთიანებული ვიყავით, მაგრამ ერთი რამე დავინახე, რომ ჯერ ყველას მადლობას მოგახსენებთ ჩემო მეგობრებო, თუნდაც გუშინდელი დღისთვის, როცა ჩვენ სია რო გავიარეთ, არ გვიკამათია. პოლიტიკური პარტიები მე კარა დავამთავრებ და დავამთავრებ. პოლიტიკური პარტიები ინგა იშლებიან, როცა პარტიულ სიას აკეთებენ პარლამენტის არჩევნების წინ. და რას ამწიფეთ? არ ვამტკიცებ, რომ მოხდეთ მას პარლამენტში. მე არ ვამტკიცებ, შეხედე როგორ ვზივართ, შეგვატყვე რა მე. შეგვათ სია გუშინ, ჩვენ სია გავაკეთეთ და სია დავდეთ და გვატყობ რამეს რომ დავხოცეთ ერთმანეთი. დიდი მადლობა, ყველა ყოფილიყავთ მართლა ღირსეული ხალხი. აი ეს არ მეყარებოდა. და ეს რა, ეს უკვე დავამატე. პირადად მე
ძალიან გული მწყდება, რომ რაჭაში აღარ ვაკენებ მაჟორიტარად. რატომ? ბევრი მამუკა კაციკაძე რამდენადაც. ძალიან დაეხლავე მადლობას გადაუხდით ჩემს ამომრჩევლებს, როცა ამირჩიეს. მე აუცილებლად ჩავალ ამ დღეებში და ანგარით ჩავაბარებ 4 წლის განმავლობაში რა გავაკეთე ხა აქედან მოინდომებ არა, როცა იქნება, ეხლა არა, როცა ჩავალ მეთქი, მაგრამ ძალიან ღირსეული ხალხის შემცვლის, დათო კერესელიძე, ონში, მამუკა კაციკაძე ამ როლაუში მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე დიდუბეში დავაყენებ თბილისში. რატო გეტყვი? თუ მე მაგალითად პატივი ვეცი ჩემს გვარს, ჩემს წინაპრებს რაჭიდან და ყველაფერი გავაკეთე, ვეცადე, რომ რაჭისთვის გამეკეთებინან. პლეხანოზე დავიბადე, გავიზარდე, სკოლა დავამთავრე, ეხლა მინდა ჩემს თბილისს მივხედო და რაღაცა თბილისთვის გავაკეთო და რატო მოვიგებ, იცი აუცილებლად? აი შეხედე რამდენი დროშაა ერთად რა. ყველა ეს დროშა წარმოადგენს პარტიას და ამ დროშების უკან არის 1000-ობით, 10000-ობით და 100000-ობით ადამიანი. და ყველა ეს დროშა ერთ დროშაში ერთიანდება და არა მაქვს უფლება წავალ. და აუცილებლად მოვიგებ რა. აი ამას. შესაძლებელია გასვლა ძალიან განსხვავდა საგრძელოს პოლიტიკური გამოსვლები. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პარტია დიმიტრი ლორთქიფანიძე, ლევან ასათიანი, მარინა დუმბაძე, ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი, ნინო ბურდული. მე ერთი რამ უნდა დავაფიქსირო. აქ არის იმყოფება ქალბატონი სალომე, რომელმაც დაახლოებით ერთი კვირის წინ გააკეთა განცხადება, რომ მისთვის თურმე იბლოკება პრაიმ ტაიმის გადაცემა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მე უბრალოდ მინდოდა ეს დავიფიქსირებინა. რამდენჯერად ჩვენ მისი მოწვევა დაგვჭირდა სტუდიაში. იმდენჯერ ერთხელ მან თავადვე თქვა უარი და ეკაბესელიამ გადაგვარჩინა, რომ არ ჩავარდა მაშინ ჩვენი გადაცემა და იმის შემდეგ იგი უბრალოდ არ იმყოფებოდა საქართველოში. მე ამის თქმა ჩავთვალე საჭიროდ, იმიტომ რომ ჩვენთვის არ არის სულ ერთი, როდესაც გამოდის პოლიტიკური ლიდერი და აკეთებს განცხადებას, რომ მას ბლოკავენ რომელიმე გადაცემაში. ეს გადაცემა არ იბლოკება, ამ გადაცემაში არც ერთი ლიდერი და მე მინდა ქალბატონო ნათელა თქვენ დაგისვათ შეკითხვა. თქვენც მეც არა, მე ამას შემთხვევით არ გეკითხებით. მე არ ვგებულობ არავით არ კეთილ. სიაში არ ჯდები? სიაში არ ჯდები. მე ვთვლი, რომ აღარა მაქვს უკვე ის ასაკი, რომ აი ზოგიერთი დეპუტატივით ახლა ჩამეძინოს იკუცებ ან რაღაც გაზეთი ავიფარო. ძალიან ენერგიული ხართ და ფორმაში ხართ. მე ვარ განსაკუთრებული წარმომადგენელი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის. და აი ამათი და აი იქ ვინც ხედან ეს შემიხვალა. და მე ბოლოს შეკითხვა უნდა დავსვა ირაკლი ახლა უკვე დარბაზ დაუთმობ სოფოს და მიშას. ბატონო ირაკლი, მითხარით, თქვენ პირადად ვინ წარმოგიდგენიათ პარლამენტის თავმჯდომარე თუ მოხვალთ უმრავლესობაში? თქვენი აზრი, ოღონდ არ მითხრათ, რომ არ გაქვთ ასეთი აზრი. ქალბატონო ინგა, ძალიან საინტერესო პოლიტიკური კარიერა მაქვს მე პირადად. 99 წელს. საკუთარი. არა, სხვა რამეს გეუბნები. 99 წელს დავიწყე როგორც ახალმა სახემ. გახსოვთ? როგორ არ მახსოვს? მე ორ თვეში გავხდი ოლიგარქი. მიშა სააკაშვილი რო გვიკიოდა ტრიბუნიდან თუ გახსოვთ? როგორ არ მახსოვს? მე გავხდი ახალი მემარჯვენე. მე იყო ბეიკერის ფორმულა, მე იყო სხვადასხვა, მაგრამ საკუთარ თავს გთავაზობთ. ყველაფერს წარმოვიდგენდი ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში და განსაკუთრებით არაპოლიტიკურში ერთი რამის გარდა. რომ დათო გამყრელიძეს ნახავდი ჩემი თვალებით. ჰალსტუკის გარეშე გაუპარსავს და გაზეთში გახვევს. ნინო ბურჯარაძის კაბინეტში. აი ამას ვერასოდეს ვერ დამბობ. კარგი, ძალიან საინტერესო. ერთადერთი გამკვეთილი, რაც ამ 8 წლიანი პოლიტიკური კარიერით მე გამოვიტანე, არის ის, რომ როდესაც ადამიანს ცივა პლედი უნდა გადააფარო. ძალიან დიდი მადლობა, მამუკა. დაასრულე და მე უნდა მივცემ დარბაზში სიტყვა, მანამდე მინდა გთხოვოთ თქვენი ხელმოწერა დააფიქსიროთ ქალბატონი სალომეს პარტიიდან დავიწყებთ. ქალბატონო მანა, გთხოვთ ხელმოწერა. თქვენ შვილებით ამაყობთ და ეს არის ქალბატონო ინგა, არა, ერთი წუთი. დასმული შეკითხვა ძალიან მომხდა გულზე, რომელიც ნინო ბურდულს დაუსვით და ქალბატონ მანანას დაუსვით. ნათელას უკაცრავად. აგეზის ზაზა აბაშიძე და ბიძინა გეგიძე. ეს არის ხალხი, რომელიც პოლიტიკაში არ მიდის. ეს ხალხი მიდის საქართველოს სიყვარულში. აქ არავის არ უხარია პოლიტიკაში წასვლა ან მოსვლა. ჩვენ დღეს ვიბრძვით ქვეყნისთვის და ამათ პირველ რიგში დიდი მადლობა, იმიტომ რომ იქით მხარეს მე ვიცი სახეები, რომლებიც ძალიან ჟარგონულ სიტყვას ვიტყვი, აპრავებენ სისხლიან შვიდნოებებს. აი ეს ხალხი კიდე იბრძოდა, იქიდგა და აი ამათ სისხლზე გადარჩება საქართველო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. თუ შეიძლება ხელმოწერები, ხოთ ვინც მოაწერეთ ხელი, დაიკავოთ ადგილები დარბაზში და მე გადავდივარ სოფოსთან და მიშასთან, გისმენთ? ეს ხალხი ბატონო რატომ მიპროტესტებ?
არა, არ გიპროტესტობ, რომ ვითხარით, რომ თქვენ აი, მაინც ასეთი ნოტით უნდა დასრულებულიყო ჩვენი გადაცემა. მე ხომ არაფერი არ მithქვამს. არა, მე ეს არ მithქვამს არაფერი, რომ თქვენ თვითონ ვითხარით, რომ ვიქნებ თქვენ თქვა. იმიტომ მოგიწვიეთ, რომ თქვენი აზრი გვაინტერესებს. ისე მოხდა, რომ პრინციპში მე ბოლოს აღმოჩნდი, ასე ვთქვათ, ლევანდელ გადაცემაში და ერთი რამ მინდა გითხრათ, ინგა. აი აქ წინა ბლოკებში იყო რომ თქვენ ოდესღაც იყავით დაპირისპირებულები დღეს ერთად ახართ ერთ შემთხვევაში მეორე შემთხვევაში მეხუთე შემთხვევაში და ასე შემდეგ სააკაშვილმა იმდენი მოახერხა 97%-იანმა სააკაშვილმა იმდენი მოახერხა რომ ოდესღაც დაპირისპირებული პოლიტიკოსები ერთად შეკრიბას უყოლდა და რატომ იცით რომ ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლაში აღარ მივდივართ ჩვენ მივდივართ ომში რომელიც დაიწყო სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ და მე მინდა გითხრათ ერთი რამ რომ ამბროლაურში რაჭაში სადაც მე მივდივარ მაჟორიტარად ჩემ კუთხეში ჩემ მხარეში დედით მამით ბებიებით წინაპრებით საიდანაც ვარ წარმოშობით მოხდა ასეთი რამ ამ რამდენიმე დღის წინ გუბერნატორმა ანუ სახემ სააკაშვილისამ მოატაცებინა ადგილობრივ ძალოვნებს ორი ძმა რომელიც ჩვენი მხარდამჭერია წააყვანინა ტყეში მივიდა თვითონ და იარაღის კონტახით თავები დაუხეთქა ორივეს იმიტომ რომ ისინი არიან ოპოზიციონერი გუბერნატორმა ამ თემაზე ზვიაძიძიგური საუბრობდა ერთ წინა გადაცემაში და იქ თქვა ხელისუფლების წარმომადგენელმა რომ ეს ტყუილიაო მე ზეგ მივდივარ ამბროლაურში ველოდებოდი დღევანდელ დღეს და აი ამ განცხადებას ზეგ მივდივარ ამბროლაურში და მივმართავ ეხლა იმ გუბერნატორს რომ დამხვდი იქ ქვაფთკარში სადაც შენ იარაღით დაუხეთქე თავები ბიჭებს მე მოგიყვან იმ ხალხს ვინც ესწრებოდა კარგით ინციდენტს და რა ბიჭი ხარ იქ დავინახავ მაგას რა ბიჭი ხარ მე მივმართავ სირაძეს ამას რა ბიჭი ხარ დაგინახავ მაგას ეს იყო მამუკა ტანციტაძე მამუკა ხო დაიწყო თქვენი ადგილი პირველ რიგში მოაწეროთ ხელი და მე გადავდივარ ძალიან გადავაცილეთ უკვე სოფოს და მიშას უთმობ ბოლო წუთებია დღევანდელი გადაცემის იცით რა არის აქ საუბარი იყო რომ ეს ადამიანები არ მედიანო პოლიტიკაშიო მაგრამ ჩვენთანაც ხედავთ ადამიანები რომლებიც უნდა გახდნენ მაჟორიტარები ბატონო ვიქტორ თქვენ რა სიტყოდით რა პატარა და მოკლედ დაპირება მე არავითარ არ დაპირება მე ვაგრძელებ ბატონ მამუკას აზრს მე ეხლაც მაჟორიტარი ვარ იგივე სიტუაცია ხდება ჩვენთან რაიონში ვესტიის რაიონში და მე თქვენი ეთერიდან მინდა დავაფიქსირო ძალოვნებს გთხოვთ შეასრულოთ თქვენი უფლება-მოვალეობა წინააღმდეგ შეხვირპილს დაგინაყავთ იქ ვესტიის რაიონში უკაცრავად რას მოარესებს აკეთებენ ქალბატონო ინგა თვითონ ბატონო ვიქტორ ქალბატონო ინგა დამხვდით უკაი ბიჭი ხარ ხვირპილს დაგინაყავ ქალბატონო ინგა როდესაც თვითონ არ ღვევენ კანონს და კონსტიტუციას სხვა გზა არაფერი არ გვჭება ჩვენ ხალხს აცალონ თავისუფალი არჩევნები წინააღმდეგ შემთხვევაში მართლა დაუნაყავთ ხვირპილს კარგით უნდა დავასრულოთ უკვე მაგრამ მე არ მინდა რომ დავასრულოთ გადაცემა ასე რომ მოვალ და ხვირპილს დაგინაყავ გისმენთ აი მე მინდა ერთი რამ დავიკითხო ჩვენ მემზადებით რომ 22 მაისს 200,000 ადამიანი შევკრიფოთ თბილისის ცენტრში წინ დიდი კომედია გველოდება ნახავთ როგორი განცხადებები გაკეთდება ვაშინგტონიდან ულოცავთ ქართულ ხალხს დიქტატორი სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლებას ეს არის კახაკუკალას სიტყვები მე უბრალოდ მინდა ბატონო კახა კითხოთ თქვენ ნანობთ რომ ნოემბერში არ მოხდა ასე და რა გარანტია გაქვთ რომ ხალხი გამოყვებათ მუდმივი საუბარია ექსპერტებიდან რომ ის მუხტი აღარ არსებობს ეს საინტერესო შეკითხვაა და ბოლოს მიშას მივცეთ მიკროფონი ჩვენ გადავდგით ყველა ნაბიჯი იმისათვის, რათა საქართველოში ყველაფერი მომხდარიყო არჩევნების გზით, რათა ჩვენ ყველაფერი მოლაპარაკებების გზით გადაგვეწყვიტა. ჩვენი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ მომხდარიყო ეროვნული თანხმობა. სააკაშვილმა ამას უპასუხა დუბინკებით და მხუთავი გაზებით. ამიტომ მე მინდა ყველა მიცოდეს, რომ თუ ლევან თარხნიშვილი გაბედავს და 21 მაისს განმეორდება ის, რაც მოხდა 5 იანვარს, ეს იქნება სააკაშვილის უკანასკნელი არჩევნები და ის გაემართება იქ, სადაც არის მისი ადგილი ისტორიის სანაგვეზე. ხო. მიშა ფეიქრისთვის ეს რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს და რაც წინა საარჩევნო პერიოდში თქვენ ხშირად აცხადებთ, რომ არენდობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ამავე დროს აცხადებთ, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება. რა ბრძოლით და რა მეთოდით აპირებთ ამჯერად, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს თქვენი განცხადებები საპრეზიდენტო არჩევნების წინაც, რომ არ მისცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ გაეყალბებინა არჩევნები. როგორ არ მისცემთ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას საშუალებას, რომ გააყალბოს არჩევნები? ძალიან მოკლედ ოღონდ ბატონო. იცლება მე ავიღე ინიციატივა. ყობა ძალიან მოკლედ ვიტყვი.
ჯერ 5 იანვარს ჩვენ იმდენი მოვახერხეთ, რომ სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ვერ შეძლო არჩევნები ისე გაეყალბებინა, რომ ეს არ გამოჩენილიყო. ადრე იყო ხოლმე კარუსელების ზედახურა, ეს თვალხილული არ იყო. ბოლოს იძულებული გახდნენ უკვე ოქმები გადაეწერა და მივიღეთ სიტუაცია, როცა ჩვენ ხელში გვეკავა ჩვენი შემაჯამებელი ოქმები, სულ სხვა შედეგები. CSKO-ში დაიდო სხვა და სხვა შანსი აღარ დარჩა სააკაშვილს გარდა იმისა, რომ ახლა დავამთავრებია არ განიხილეს საერთოდ საჩევრები. ერთი, მეორე, უცხოელი დამკვირვებლები, რომელსაც მუდმივად გვაფარებენ რაც იყო, ის აღარ უნდა იყოს. ხედავ ხო სუსტად. როგორ აღარ უნდა იყოს? გაცილებით მაღალი მობილიზაცია, ჩემო ბატონო. გაცილებით მაღალი მობილიზაცია და ბრძოლის ფორმები არსებობს უამრავი. ეს მშვენიერი მაგალითი მოგცეს ჩვენ ადვოკატები. ძალიან გთხოვთ, ჩვენ ძალიან გადავაცილეთ დროს. გობა ძალიან მოკლედ უნდა თქვათ, იმიტომ რომ ჩვენ გადავაცილეთ დროს. ძალიან მოკლედ ვიტყვი. ჩვენ არ გსურდა არც რევოლუცია, არც აჯანყება, ჩვენ გსურდა დემოკრატიული არჩევნები. 2 ნოემბერს ჩვენ გამოვედით ამ მოთხოვნით. ხალხი გვიკვეთავდა მუდმივად და გთხოვდა რევოლუცია სხვანაირად არ გამოვა. ჩვენ ვეუბნებოდით არჩევნები მოლაპარაკებები. რას იზამთ? რას ვიზამთ? ხალხის დაკვეთას შევასრულებთ. როგორ? აი როგორ? 13 იანვარს რომ შევიკრიბეთ. 20 იანვარს რომ შევიკრიბეთ და არ წავედით. აი რომ შევიკრიბებთ, წავალთ. კარგი, და სულ ბოლოს მე მინდა ერთი შეკითხვა დავსვა და უპასუხებს გუბას სანიკიძე. თქვენ არ განიხილავთ არც ერთ შემთხვევაში, რომ ხელისუფლებამ გაიმარჯვოს. მოდით გადავხედოთ, თუნდაც ჩვენ ყავდა ამ სტუდიაში მოწვეული მათი საარჩევნო სახეები, იგივე ბიზნესიდან მოსული, ძალიან საინტერესო ადამიანები და ასე შემდეგ. რომ მოხდეს და გაიმარჯვოს ნაციონალურმა მოძრაობამ, მოკლედ ძალიან. წესიერ არჩევნებში გამორიცხულია გადაავლეთ თვალის შემადგენლობას. კლასიკურ ხანაში რომის სენატს შეშურდებოდა ისეთი შემადგენლობა. გაერთიანებული ოპოზიცია გაიმარჯვებს. ერთი წამითაც არ გვეპარება ჩვენ ამაში ეჭვი. დიდი მადლობა და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა, როდესაც დაიგეგმა, მათთვის შეთავაზებული წესების მიხედვით, ანუ ჩვენი დღევანდელი სტუმრების, მათ ვუთხარით, რომ ხომ არ ექნებოდათ სურვილი პარტიულ ატრიბუტიკასთან ერთად, თქვათ რაღაც ჰიმნი, ერთობის, რომელზეც ისინი საუბრობენ და ასე შემდეგ. ლევან გაჩეჩილაძემ ასევე მას ეკუთვნოდა იდეა, შემოგთავაზა ერთ-ერთი კლიპი, რომელსაც ასრულებს უცნობი და ვიდრე მე მათ საბოლოო დავემშვიდობები თქვენთან ერთად დღევანდელ გადაცემაში, მოდით ერთად მოვისმინოთ ეს კლიპი. ხმა არ ყოფნის. ძმაო, ხმა მომეცი. ერთი შენი ხმაც მომეცი. მაშერა მაგარი ხმა ქონია. შენი ხმაც უჭირდება, ბიჭო. აი ასეთი საინტერესო ფინალი. ლევან გაჩეჩილაძე მთელი საღამოს განმავლობაში იმუქრებოდა, რომ მას ჰქონდა რაღაც სიურპრიზი და ძლივს გავარკვიე, რა სიურპრიზზე იყო საუბარი. მე მინდა გითხრათ, რომ წინა საარჩევნო შოუ პრაიმ ტაიმა უკვე გახსნა. თქვენ მოусმინეთ გაერთიანებულ ოპოზიციას. მათი სლოგანი ნახეთ, საქართველოს უპირველეს ყოვლისა, მათი ხელმოწერები არის დაფიქსირებული და დღეიდან ღია კარი არის ჩვენი სტუდიისა. ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტიისთვის მე მინდა უბრალოდ წავიკითხო ერთი განცხადება, რომელიც რესპუბლიკელებმა მოვაწოდეს და მთხოვეს, რომ გამეხმოვანებინა. ეს ეხება ჟურნალისტების და პოლიტიკოსების დაპირისპირებას. მე აქვე მინდა ვთხოვო ყოველგვარი კომენტარების გარეშე ჩვენს დღევანდელ სტუმრებს.
ნუ ერთში ჟურნალისტებს იყავით მეგობრულები ჟურნალისტებთან იმის მიუხედავად მოგწონთ მათ მიერ გაშუქებული ინფორმაცია თუ არ მოგწონთ მე მეგონა რომ მიკროფონს ვითხოვდით მე მინდა მოგიწოდოთ ყველას დაასრულეთ ბოიკოტი ჟურნალისტების მიმართ მიეცით ყველას ინტერვიუ და შეეგუეთ იმას რომ შესაძლებელია მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ იყოს თქვენთვის მაინც და მაინც მომგებიანი სწორედ ამას ეხება რესპუბლიკელების განცხადება მე მცირე ნათქვამს წავიკითხავ რესპუბლიკელები აცხადებენ ჩვენი ღრმარწმენით საარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც მოსახლეობის უკეთ ინფორმირებულებისთვის უნდა ზრუნავდნენ და არა ერთმანეთთან ანგარიშ სწორებისთვის მიმართავთ ყველა იმ ტელეკომპანიას და გამომცემლობას რომლებიც არ არიან ხელისუფლების პოლიტიკის შემსრულებლები რათა ითვითონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ობიექტურად და თანაბრად გააშუქონ არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა მე კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსიროთ ჩემი მხარდაჭერა ჩემი კოლეგების მიმართ მათ მიმართ ვინც ძალიან შეურაცხყვეს მთელ რიგ შემთხვევებში რომ ამა თუ იმ საპროტესტო მიტინგზე და კიდევ ერთხელ მინდა შეუერთდე რესპუბლიკელებს ამ შემთხვევაში და მოუწოდო ყველა პოლიტიკოს დასრულდეს ჟურნალისტებთან ბრძოლა და ბოიკოტი აქვე კი დავაანონსებ ამ განცხადების ყვალდაყვალ შემდეგ გადაცემაში წინა საარჩევნო შოუს რესპუბლიკელები იქნებიან ნახვამდის